გამარჯობათ მეგობრებო, ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად. Აღდგა, მრავალ აღდგომას. გილოცავთ და მადლობა. დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, ჩვენთან სტუმრად არის ვახტანგ მეგრელიშვილი, გვარი დამავიწყდა კინაღა. და ძალიან ჩვენთვის საინტერესო პიროვნება და ბევრისთვის ცნობილი პიროვნება, ვისაუბრებთ მისი ინიციატივით და თაოსნობით დაახლოებით 1 წელი არ გასულა, ხო? 1 სემესტრი დამთავრდა. 7 თვეა, ზუსტად. 7 თვის წინ საქართველოში გაკეთდა ამერიკული სკოლა და გვინდა ამ თემაზე საუბარი. კეთილი იყოს ვახო, შენი სტუმრობა ჩვენ შოუში და ჩვენ ბევრი რამ კი ვიცით, მაგრამ იმ იქიდან რომ დავიწყოთ, როდესაც ეს რაღაც ემოციური ფონიც მახსოვს არჩევნების, წარუმატებელი არჩევნების მერე, რომ თქვით, რომ ეს უნდა გაკეთდეს. ეს აქედან რომ დავიწყოთ ამ ამერიკული სკოლის ისტორიის მოყოლა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც ულოცავთ დღევანდელ დღეს აღდგომას. სიამოვნებით გავიხსენებთ, მოკლედ კარგია თქვენთან სტუმრობა და ისეთი აუდიტორიისთვის მიწოდება, ახლა მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ახლა ბევრი რამე როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი შეიძლება არ იცოდეთ და საინტერესო იყოს რაღაცა მეც ბევრი რამე არ ვიცოდი, თქვათ, როცა ეს საქმე დავიწყე. მაგრამ რეალურად ჯეროდა და დღემდე ჯერა ერთი რაღაცის რა, რომ რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით, ასე თუ ისე, როცა ამის პრაქტიკული შესაძლებლობა იყო, გირჩხულის ხო, ყოველთვის რაღაც პრაქტიკული საქმეებით ვამაგრებდით ხოლმე. თუ რაღაცის გჯერა, თუნდაც ახლა ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა შეიძლება არ იწუხებდეს თავს იმითაც კი, რომ თანმიმდევრული პოზიციები ქონდეს და საერთოდ პოზიცია ქონდეს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მართლა სხვანაირად ფუნქციონირებთ და ჩვენ და თქვენ მაგალითად ჩვენ არასოდეს არ დაგვიჯერებთ რაღაცას, რასაც იდეაში ვაკეთებ, ვლაპარაკობთ ის, რომ შესაძლებლობა გქონდეს და რეალურ ცხოვრებაში არ გავაკეთოთ რა. ხო და ასეთი მაგალითები ჩვენ გქონდა რაღაც პრაქტიკული მაგალითები კანაფთან დაკავშირებული, გქონდა მაგალითი ჯართან დაკავშირებული, ან ადამიანების იძულებასთან დაკავშირებული და თქვენ რაც ახსენეთ, ახლა ჩვენს მიერ 2024-ში წაგებული არჩევნები, იმ არჩევნების მერე იყო სრული ფრუსტრაცია, რაღაცნაირი ფრუსტრაცია, რომ ჩვენ დავხარჯეთ ამდენი უწფელი შრომა, პატიოსნად რაც მართლა ვფიქრობდით, რომ სწორი იყო გასაკეთებელი, ამას ვცდილობდით, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მიგვეწვინა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საზოგადოებას ჩვენთვის სერიოზული ყურადღება რომ მოექცია, მართლა რომ დაფიქრებულიყო იმაზე თუ რას ველაპარაკებოდით და ჩვენ ვერ გადავეფარეთ იმ რაღაცნაირად პოლიტიკურ ტაკიბასხარობას, რომელიც არჩევნების წინ ხდებოდა ძირითადად და ჩვენ არ ყოფილიყავის დაბლოკილები, ჩემს რადიკალურად განსხვავებული შედეგი უნდა გქონოდა. მე ვიფიქრე, რომ თუ რამეს კიდევ აზრი აქვს ამ საზოგადოებაში, აქვს ისეთი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამე პრაქტიკული საქმის გაკეთებას, რომლის მაგალითზე შეიძლებოდა ყურადღების გასერიოზულება, მოკლედ რა. არა უბრალოდ ის, რომ ჩვენ ნახეთ რა მაგარი რაღაცა ის ახალი ინიციატივა გვაქვს და ახალი რამე გავაკეთეთ, არამედ ისეთი რამე, რომელიც მართლა საშვილიშვილოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია და მით უმეტეს ამის ეს იდეა რაღაცნაირად გამიმწვავა და მას დღესაც ყოველდღიურად უფრო ეს მძაფრდება იმის გამო, რომ როგორ აკვირდები, როგორ ტრანსფორმირდება დღევანდელი სამყარო ტექნოლოგიურ სამყაროში და როგორ ცვლილებების ეპოქებში მოუწევთ ჩვენ შვილებს ცხოვრება. ყოველი 10 წელი რო წარმოიდგინო, როგორი შეიძლება იყოს, პრაქტიკულად შენ თვითონ ხვდები, რომ შეუძლებელია პროგნოზი გააკეთო, თუნდაც ყველაზე საყვარელი არსების მიმართ, როგორ უნდა მოამზადო ის, თქვათ, მაგალითად 10 ან 20 წლის შემდგომი სამყაროსთვის. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკვე უმრავლესობა აცნობიერებს, რომ
ის რა სამყაროში ჩვენ გავიზარდეთ და რისთვისაც მოვემზადეთ, თანამედროვე სამყაროში ხო უკვე ფაქტობრივად მოძველებულია და იმიტომ ფუნქციონირებს, რომ ჩვენ თვითონ ყოველდღიურად ვსწავლობთ. და თუ ამას არ გავაკეთებთ, ეს იქნება საფუძველი ჩვენივე წარმატებლობის. და ზუსტად იგივე რეჟიმში მე წარმოვიდგინე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება დღეს მით უმეტეს საქართველოში გააკეთო იმ ხარდაჭერით და იმ ნდობით, რომელიც ჩვენ ერთმანეთის მიმართ და მშობლებს თქვათ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ასე თუ ისე გვისმენდნენ და ჯეროდათ დაახლოებით იგივეს და უნდათ, რომ ეს თავშვილებთან მიმართებაში გაეკეთებინათ, რაც მაგალითად ჩემ შემთხვევაში თუნდაც რაღაც 8 წლის წინ, 9 წლის წინ უბრალოდ ფიზიკურად პარტნიორები ვერ ვიპოვეთ, აი ეს გაგვეკეთებინა და ეს დაგვეტესტა როგორც აი ძალიან საინტერესო და ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში პერსპექტიული ექსპერიმენტი და ეს იყო ფაქტობრივი мотиваცია იმისათვის, რომ მე ჯერ ინიციატივა გამოვხატე და მე ძალიან ბევრი ადამიანი ამყარა თქვენ იქნებით ეს თუ სხვა ადამიანები, რომლებმაც რაღაცნაირად ამ იდეაში ღირებულება დაინახეს და ამდენი ადამიანი, რომელიც ერთი საქმის გასაკეთებლად ითანამშრომლებდა, ანუ შეიკრიბებოდა როგორც ინვესტორების, ისე მშობლების სახით, მე მგონია, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენი გათვლა როგორი იყო და მაგასაც ალბათ მომავალში ამ საუბრის დროს შევეხებით, მაინც უნიკალური ამბავია რა. ესეთი რამე მე ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად არ მსმენია, რომ საქართველოში საერთოდ საქართველოში ასეთი რამე ვინმეს უბრალოდ გაებედოს და გაეკეთებინოს, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ ენთუზიასტმა და ერთმანეთის ნდობით გამსჭვალულმა ადამიანებმა. მივკითხავ. მოდი თავიდან რომ დავიწყოთ. აი თავარი სურათი რო ჩანდეს კარგად, აი რის გაკეთებას ცდილობ. ანუ რა არის ამის მიზეზი? მე ვიცი რომ შენ გაკეთებული გაქვს ნიუტონის სკოლა, არც ისე ცუდი პროექტი დღესაც კი, მაგრამ ამით მე ჩემი გადმოსახედიდან შენ ალბათ იფიქრე, რომ ის არ გამოვიდა, რაც ჩაფიქრებული მქონდა. და მაგიტო რაღაც მომენტში შეეშვი მაგ პროექტს. აი მოქანდაკე რაღაცას იწყებს გამოქანდაკებას და ის არ გამოვიდა, რაც აზრში არის. აი თუ ეს მართალია ჩემი დაკვირვება და რა არ გამოვიდა და ამ ამერიკული სკოლით რას თავაზობთ ქართველებს, საქართველოში ბავშვებს, რომლის გამოც ამ პროექტით უნდა დაინტერესდნენ. მადლობა ამ კითხვისთვის, მგონი საინტერესო კითხვა. მე შეიძლება კიდე ერთი ნაბიჯით უკანაც კი დავიხიო. როდესაც ანუ ზოგადად სკოლის იდეა და სკოლის მნიშვნელობის გაცნობიერება მე დავიწყე თავისუფალ უნივერსიტეტში. თავისუფალ უნივერსიტეტში, როგორც საქვეყნოდ ცნობილია, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო აბიტურიენტები ხვდებიან, იმიტომ რომ ეს ქულობრივი სისტემაა და ანუ ვინც ყველაზე მაღალ ქულებს აგროვებს ეროვნულ გამოცდებში, ის ხვდება ხოლმე შესაბამისად ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტებზე და უნივერსიტეტებში. და როდესაც თქვა ჩვენ ეს ბავშვები მოდიოდნენ, თქვა პირველ კურსზე, მეორე კურსზე მე მათთან, რა ვიცი, უშუალოდ როგორც ლექტორსაც მქონდა შეხება და როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი საქმის კურსში ვიყავი, ფართო სურათის თქვა რა ხდებოდა რა. მაშინ უბრალოდ მე წარმოვიდგინე და ჩავთვალე, რომ თუ ესენი არიან საუკეთესო მოსწავლეები საქართველოში, მაშინ რაღაც არ არის ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში წესრიგში. იმიტომ რომ ძალიან როგორ გითხრა, ანტიცოდნას ვეძახდით ამას უნივერსიტეტში ბავშვები მოდიან მცდარი წარმოდგენებით რეალურ ცხოვრება. ის კი არა რომ არ აქვს წარმოდგენა და უნდა რომ გაარკვიოს. არა, ანუ ზოგადად მცდარი წარმოდგენით მოდის ეგრევე. რაც უფრო ნიჭიერი ბავშვია, ყოველ შემთხვევაში კრიტიკული ბავშვია, ამ მოსწავლეა შესაბამისად უფრო მეტი შანსია, რომ შენ აი პირველად ჩანერგო მასში რაღაცა საღიაზრის ელემენტები და მან დაიწყოს აყვეს, მოკლედ აყვეს რა, მაგრამ ეს არ არის გარანტირებული, მართალი გითხრათ და აი ისე დამიმთავრებია კურსი, რომ
მაინც დარჩენილან თქვათ ჩემს კურსზე მოსწავლეები, რომლებიც აი ჩემი წარმოდგენით უბრალოდ აბსოლუტურად არასწორ აზრზე იყვნენ, ან უბრალოდ მოდიოდნენ უნივერსიტეტში განსხვავებული მიზნებით, ვიდრე მე წარმომედგინა, რომ უნივერსიტეტში ზოგადად სტუდენტები უნდა დადიოდნენ. ხო და მაშინ რომ დავიწყეთ ფიქრი, რომ აი სკოლაში რა ხდება განაასეთი, მაშინ მე ცოტა მიამიტურად ჩავთვალე, რომ თუ ჩვენ რაღაცა რეალობის შესახებ ვასწავლით და სასწავლო მასალა იქნება ასე თუ ისე ხარისხიანი და მასწავლებლებიც რაღაცა რეალურ ცოდნას მიცემენ და უბრალოდ ინდოქტრინაციას არ მოვახდენთ ბავშვების, მარტივად რო თქვა და მე ყოველ შემთხვევაში თუნდაც შეიძლება ეს ინდოქტრინაცია ვიღაცის მიერ რაღაცა შეგნებული კი არ არის და გააზრებული და რაღაც ბოროტი განზრახვით რა. უბრალოდ იმის გამო რომ სისტემა არის საჯარო, არავინ არ ყავს უშუალო პასუხისმგებელი, ძალიან ბევრი ინტერეს ჯგუფია, რომელიც საბანს ყველა თავის მხარეს ეკაჩება და ასე შემდეგ. ვიღებთ იმ სურათს, რასაც ვიღებთ და ზოგადად ცნობილია რა, საქართველოში არაფერი ამაში განსაკუთრებული და ცაიდუმლო არ არის, პიზას კვლევები იქნება თუ სხვადასხვა კვლევები, კატასტროფული შედეგები გვაქვს ბავშვებში რა. ანუ სხვა ქვეყნებთანაც კი, სადაც ასევე მაინც ბრწყინვალე განათლების სისტემა არ არის, ნუ საქართველოში გამოვირჩევით იმით, რომ აი კატასტროფული შედეგების მასშტაბით რა, ანუ რო წარმოვიდგინოთ, რომ 10-დან 7 ბავშვი, 7 მოსწავლე 15 წლის ასაკში წაკითხული ტექსტიდან შინაარსს ვერ გამოაქვს და ელემენტალურ რაოდენობრივ აზროვნებას თქვათ ვერ ახერხებს, ხო? ანუ რეალურად ახლა წარმოგიდგენთ IQ გაზომილია, ანუ სხვადასხვა საზოგადოებებში და ჩვენ არაფრით განსაკუთრებულად განსხვავებული ევროპული საზოგადოებებისგან რაღაც გონებრივი მონაცემები ჩვენს ბავშვებს ახალ თაობას არ აქვს. მაგრამ რაღაცას ვაკეთებ სკოლაში ისეც, რომ საწყის წერტილს გულისხმობ, ხო? კი, რა თქმა უნდა. ანუ ზოგადად IQ არ არის დაკავშირებული განათლებასთან. IQ არის დაბადებით თან დაყოლილი ნიშან-თვისება და შესაძლოა ამ ნიშან-თვისებით ჩვენ არ განსხვავდებით მაინც, რავი, ჩეხი ან არ ვიცი, დანიელი თუ ასე შემდეგ მოსწავლეებისგან და შედეგები გვაქვს სრულიად განსხვავებული. მიუხედავად იმისა, რომ ხა იდეალურ სისტემას კი არ ვეძებ სადღე განათლებისას, აი უბრალოდ რა, ესე მოვახერხეთ. ხო და შესაბამისად ის რომ მე უბრალოდ პოლიტიკაში ეს რაღაცნაირად გადაითარგმნა იმაში რომ ჩვენი ამომრჩევლის თუ ჩოლოდ უკვე გაზრდილი ადამიანების ძალიან დიდი უმრავლესობა ძალიან ფუნდამენტურ ღირებულებებს არ აქცევს ყურადღებას ან რაღაც სწორს და არასწორს ვერ არჩევს რატომაც მე დიდი წილად მგონია ჩვენი ჯერ საბჭოთა და მერე პოსტსაბჭოთა საგანმანათლებლო სისტემის დიდი დამსახურება ხომა მე როგორც ვიცი, ეგ პრუსიული მეთოდი ქვია, რომელიც კი, საჯარო სისტემა, რომელიც გავრცელდა ფაქტიურად, ეს ძალიან კარგი არის ავტორიტარული რეჟიმებისთვის, იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად მარტივი არის საზოგადოების კონტროლი და საზოგადოების არასწორ რამეში დარწმუნება, ხო და ანუ ერთია რომ შენ ფილოსოფიური პრეტენზია გაქვს და მეორე არის როგორც მშობელს 15 წლის შვილი რო ყავს. და ამ შემთხვევაში ეს ფილოსოფიური პრეტენზია და პრაქტიკულ საჭიროებაში ითარგმნება. რომ ჩემი შვილის 15 წლის არის, არ ვიცი, იმის საბოშვილი 14 წლის არის, ჩვენი მეგობრების შვილები არიან და ანუ მე რო ეს თეორიულად კი არ წარმოგადგენინოთ, აი წარმოგადგენინოთ როგორც ერთის მხრივ რაღაც რომელიც ხო, თეორიულად დიდი ხანია შეიძლება ამაზე ფიქრობ, მაგრამ მეორეს მხრივ პრაქტიკული ამის საჭიროება ოჯახში გიდგას. ხო და ვინაიდან ეს ორი რაღაცა დაემთხვა ფრუსტრირება პოლიტიკური საქმიანობის შედეგით და ასე შემდეგ ჩვენ ფაქტობრივად აი რაც ვკითხე რომ აი ნიუტონშიო რა ნიუტონი იყო მე მაშინ არ ვიცოდი ის კი არა რომ სპეციალურად ასე დავგეგმე და ასე შემდეგ ნიუტონს რო ვაკეთებდით მაშინაც კი ჩვენ დღეს არჩეული გვაქვს აი წინ რო გავუსწრო მოვლენებს ამერიკული ექტონის აკადემიის საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც აი თუ რამე საღაზრთან, ოჯახურ და ტრადიციულ განათლებასთან ყველაზე ახლოა, ანუ სადაც თავარი ღირებულება არის, რომ აი როგორც რა ვიცი, ოჯახში ერთმანეთს არ უნდა ვატყუებდეთ და რაღაც განსხვავებული რაღაც თავი არ უნდა წარმოვადგენინოთ იმად, რაც არ ვართ. დაახლოებით ასეთი ძალიან საღაზრზე დაფუძნებული განათლების სისტემაა. სადაც მართლა თავარი ღირებულება არის რომ ადამიანი მოამზადო რეალური სამყაროსთვის, არა რაღაცა გამოგონილი გამოცდების ჩასაბარებლად, რომელიც კაცმა არის ეს საერთოდ ეს გამოცდები
მოსწავლეს დაჭირდება ცხოვრებაში თუ არ დაჭირდება, ან როდესაც ის გაიზრდება დღევანდელ შემთხვევაში, საერთოდ ასეთი ტიპის გამოცდებს რა მეღირებულება ექნება თუ არა და მე ერთის მხრივ რომ ჯერა რომ სამყარო იმის გამო რომ ასე სწრაფად იცვლება დღევანდელი სისტემა ყველგან განწირულია, ანუ მარტო საქართველოში კი არ არის ეს რაღაც განწირული, არამედ აი მთელ სამყაროში განწირულია და არა მარტო მე მგონია ჩემი აზრით, აი ყველაზე უფრო ისეთი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება უნდა უსმენდეს თუნდაც იმ პარამეტრებით, ახლა როგორ შედეგებსაც ისინი აჩვენებენ, მასკი იქნება, ილონ მასკი იქნება თუ ანუ ძალიან ისეთი წარმატებული და ტექნოლოგიურ ზღვარზე საქმიანობის მქონე ადამიანები, ნუ ძალიან სერიოზულად ფიქრობენ იმის შესახებ, რომ მომავალში ადამიანებს ძალიან მნიშვნელოვნად შეეცლებათ როგორც საჭიროებები, ისე ის უნარები, რომლებიც ახალ სამყაროში იქნება საჭირო, ხო და შესაბამისად წარმოიდგინე, რომ ნიუტონის სკოლა იყო ჩვეულებრივი ტრადიციული სკოლის ვერსია, რომელშიც მაგალითად მასწავლებელი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, სადაც მაგალითად მეტი პასუხისმგებლობით უდგებოდით მოსწავლეების შეფასებას, რადგან ასეთ წესებზე ვიყავით შეთანხმებული, შესაბამისად ნიშნებს მართლა პატიოსნად ვწერდით. მაგრამ ის არ განსხვავდებოდა ტრადიციული სისტემისგან. აი მე რო ვთქვი, რომ მაგალითად ქართველი ბავშვი რატო განსხვავდება დანიელი ბავშვისგან, მეთქი ანუ სინამდვილეში საქართველოში რომ მეტწილად ნიუტონის მსგავსი სკოლები ყოფილიყო, ჩვენი შედეგები იქნებოდა დაახლოებით თანაბარი ქართველი ბავშვების და დანიელი ბავშვების, იმიტომ რომ იმ სისტემის ფარგლებში თუ თვითონ ეს ტრადიციული სისტემა კორუმპირებული არ არის. ასეთი შედეგის მიღება შეიძლება ბავშვებს რაღაცას ასწავლი რა. ანუ ესე იგი რაღაც განსაკუთრებით საფუძველი პრუსიული მეთოდია. იქაც ჩვეულებრივად ჩვენ სკოლებში ხა ყველგან ზუსტად ზარი უნდა დაირეკოს, რაღაცა უნდა გქონდეს ანუ სამინისტრო და ზოგადად ჩვენი კანონმდებლობა იმასაც კი ადგენს, კვირაში რამდენი საათი გეოგრაფია უნდა ისწავლო, რამდენი საათი ფიზიკა უნდა ისწავლო და კიდე რა ვიცი, რაღაცეები და რომელი წიგნიდან უნდა ისწავლო. ხო და წიგნი ხო საერთოდ შეზღუდულია, თუ იმან ნებართვა არ მოგცა შესაბამისად ამ წიგნის გარდა სხვას ვერაფერს ვერ აირჩევ და ნუ მოკლედ აი დაახლოებით ამ სისტემის, მაგრამ მოწესრიგებული სკოლა და ნუ ისეთ ყოველში პასუხისმგებლობას რო იღებდა როგორც ადმინისტრაცია, ისე მასწავლებელი და იმაზე, რასაც პირდებოდა მშობელს, ამას აკეთებდა. უბრალოდ მაგალითად რო წარმოგადგენინო 1200 ბავშვი, რომელიც ნიუტონის სკოლაში პირველ წელს მივიღეთ, წლის ბოლოს 400 მოსწავლე აკადემიური პრობლემების გამო წავიდა სკოლიდან და სხვა ახალმა 400 მოსწავლემ ჩაანაცვლა. ანუ სინამდვილეში ეს არც ის სკოლა იყო ყველასთვის რეალურად, იმიტომ რომ პასუხს თხოვდით რა ბავშვებს და მათ შორის მშობლებს, ახლა ჩვენ იმ წესებით თამაშობდით, ჩვენ იმ წესებს ის წესები ვცდილობდით რომ დაგვეცვა. მაგრამ მე რო დავაკვირდი, ანუ ნიუტონში რამოდენიმე წლის მუშაობის შედეგად, თავიდან თუ ძალიან სწრაფად ვიღებდით და ვცვლიდით რაღაცებს, აი ნელ-ნელა ძალიან გაჭირდა ამის გაკეთება. ყოველი ნაბიჯის გადადგმა ბევრად უფრო რთული ხდებოდა და თითქმის ხედავდი, რომ შეუძლებელი იყო ამ ნაბიჯებით მართლა რეალური შედეგის მიღწევა რა, იმიტომ რომ ანუ შეცვლაში რას გულისხმობ? ცვლიდით აი მაგალითად გეტყვი, ჩვეულებრივ სკოლასთან შედარებით. ჩვეულებრივ სკოლასთან შედარებით. მაგალითად ლიტერატურა იყო ჩვენს მიერ შერჩეული ბავშვს რამდენი უნდა წაეკითხა, რა უნდა წაეკითხა, მაგალითად არ ვიცი სხვადასხვა საგნები, რომლებიც აი რა მასშტაბითაც ჰქონდა კერძო სკოლას თავისუფლება, რომ რაიმე შეეცვალა, ამ შესაძლებლობას ბოლომდე ვიყენებდით. მინიმუმ ჩარჩოს ვერ გაექცეოდი, იმიტომ რომ ავტორიზაციას დაკარგავდი ჩვეულებრივ სკოლაში ცხადია და ამ ჩარჩოს ვინ არჩუნებდით, მაგრამ აი შემდგომში ვიძახი, რომ ანუ ყველა ბავშვისთვის და მით უმეტეს აი მართლა იმისთვის, რისთვისაც აი მართლა რეალური ცხოვრებისთვის მოსამზადებლად რო წარმოიდგინო რა, რაღაც მომენტში ხო განვიცადე იმედგაცრუება. მოდი ასე ვთქვა და რეალურად ეს იმედგაცრუება გახდა იმ დროს ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მოტივი. ანუ მაშინ მივხვდი, რომ აი იცი რა, ეხლა რამდენს რაღაცას სკოლაში უბრალოდ აი პატარა კოსმეტიკურ ცვლილებას შეიტან. ეს ჩემი აზრით იქნებოდა არასაკმარისი, არც მაგალითად ნიუტონის სკოლა რაღაცა საუკეთესო სკოლა რო ყოფილიყო საქართველოში, ამით გარემოს და სიტუაციას ვერ შეცვლიდი ამ ყოველთვის იმედი არ უნდა გქონოდა, რომ ამ ინსტრუმენტით მოახდენდი სერიოზულ გავლენას.
ხო, ანუ მოკლედ რაც მე სკოლის ძირითადი დანიშნულება მეგონა, უბრალოდ იმედგაცრუება გამოიწვია აი იმ სისტემის ფარგლებში მოქმედება და იმ ინსტრუმენტებმა, რომელიც იმ სისტემის ფარგლებში ჰქონდა. ხო, აი ეს შემიძლია გითხრა შენს კითხვაზე, თქვათ აი როგორ რამ გამოიწვია ნიუტონში ჩემი იმედგაცრუება იმ წლების მანძილზე, როდესაც იქ მუშაობდი, რაც ფაქტიურად პარალელურ რეჟიმში გადავბარგდი კიდეც ეს თქვათ საზოგადოებრივ საწყისებზე თუ როგორც თქვათ, აი იმაში პოლიტიკაში. თავიდან უბრალოდ ეს მივედი და გირჩის, ასე თქვათ, დაკვირვება დავიწყე და გირჩის რაღაცნაირად შექმნაში მონაწილეობის მიღება დავიწყე, ჯერ კიდე სკოლის დირექტორი რო ვიყავი ნიუტონში. ხო, აი ესეთი იყო ჩემი, ასე თქვათ, სკოლის მიერ ხო, სკოლამ დამასტიმულირა, რომ სხვა სფეროსთვის მიმექცია მეტი ყურადღება, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ პოლიტიკის გარეშე ალბათ განათლებას და ბავშვების ამ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ გვყავს ისინი ჩაყენებული, სამწუხაროდ ალბათ არ ეშველება. მოდი ექტონის სკოლა ახსენე და ძირითადი თავისებურებები ექტონის სკოლის, აი მე ჩვენ რაც დავიწყეთ ეს სკოლის ამბავი, ნათესავებს მეგობრებს საქართველოში, რომ უგზავნი ამ სკოლის თემაზე, რაც შეეხება ყველაფერს, პირველი რეაქცია არის, ეგეთი ბევრია. ანუ მაგათთვის არის ბრიტანული სკოლა, ამერიკული სკოლა, კერძო სკოლა და public სკოლა, ანუ ეს რაღაც ერთ-ერთი მასეთი გონიათ რა. და აი როგორ ამერიკელებს აქვს სელმიონით რა, ანუ როგორ გაყიდიდი მოკლედ ექტონის სკოლას, რითი განასხვავებდი ამ ბევრი კერძო სკოლებისგან, რომლებსაც ეს ლამაზი სტადიონები, ლამაზი კედლები, რაღაცეები, კარგი საჭმლები აქვთ და იდეაში იგივეა თითქმის მეთოდოლოგია, რაც ჩვეულებრივ სკოლებში. მოკლედ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კითხვაა ეს, იმიტომ რომ აი მე მგონი ეს არის ერთადერთი მეთოდოლოგიურად განსხვავებული სკოლა ქვეყანაში. ანუ ყველა სკოლას რაც არ უნდა სკოლა იყოს, ანუ ტრადიციული ჩარჩოს ელემენტები აქვს. აი ყველას აბსოლუტურად, მათ შორის უცხოურ პროგრამებსაც, იმიტომ რომ იქ შეიძლება წიგნები სხვა იყოს, რაღაცა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა დოზით ისწავლება, ანუ კურიკულუმი იყოს განსხვავებული, მაგრამ ჩარჩოა. ყველგან დაახლოებით ერთი და იგივე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაღაც გაკვეთილი, საშინაო დავალება, რაღაც საკონტროლო, ნიშანი და ასე შემდეგ. ანუ ეს არის თითქმის ყველა სკოლისთვის დამახასიათებელი მოდელი და აქ აბსოლუტურად ყველაფერი არის განსხვავებულად, იმიტომ რომ მიზანი არის განსხვავებული. აქ მიზანი არის, რომ იდეაში ბავშვმა და მოსწავლემ თავის შეცდომებზე ისწავლოს საკუთარი თავის მართვა. ანუ არა თუ რაღაც აკადემიური უნარი შეიძინოს, არამედ პასუხისმგებლობის აღება ისწავლოს სიტყვაზე, რაც ჩემი აზრით არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის რაღაცნაირად ოჯახის გაგრძელება, არა რაღაცა ცალკე სერვისი, არამედ ოჯახის სურვილების, აი როგორი გინდა რომ იყოს შენი შვილი. ანუ გინდა რომ შენმა შვილმა, რა ვიცი, მაგალითად ის რაზეც პასუხისმგებლობას აიღებს, ის თვითონ გააკეთოს, აი ზოგადად ხო ადამიანის გაზრდის პროცესი არის პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობა რა. ანუ აი რაზე შეგიძლია პასუხისმგებლობა აიღო? პირველ რიგში რა ვიცი, საკუთარ თავზე უნდა აიღო, ნაწილობრივ მაინც. მერე სრულად უნდა აიღო საკუთარ თავზე, მერე ოჯახზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა. თუ უფრო მეტის პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია, რა ვიცი, მერე სოფელზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა რაღაც უბანზე და ასე შემდეგ და მერე რაღაც სფეროზე რა, რომელშიც გადაწყვეტს ადამიანი, რომ იმოქმედოს და იმუშაოს და აქაც დაახლოებით ესეთია რა. ანუ ფაქტობრივად ექტონის სკოლის მთავარი ამბავი არის, რომ სასწავლო პროცესის უფროსი, ანუ წამყვანი უნდა გახდეს, ანუ მიზანი ამ სკოლის არის, რომ გახდეს თავად ბავშვი, თავად მოსწავლე. ანუ მოსწავლემ თავიდანვე ისწავლოს ის, რაც მაგალითად მე, შენ, ანუ თქვენ ვაკეთებთ ყოველდღიურად რა. რაღაცა პრობლემა რო დაუდგება, ეს ამ პრობლემის მოგვარების გზები აითვისოს რა. აი როგორ უნდა გააკეთოს ეს? ჯერ დაფიქრდეს, მერე არ ვიცი, წავიდეს ინტერნეტში რაღაცა დასერჩოს, მერე არ ვიცი,
ითხოვს თავის მეგობარს, მე რაღაც აი თუ ეს კვლევის ის გზა გაიაროს, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვაკეთებთ ხოლმე. და შესაბამისად არა მარტო აკადემიურ ნაწილში გააკეთოს ეს, არამედ ძალიან ბევრი ადამიანური თვისება, აი წეღა რო ვიძახიო იცვლება მეთქი, სამყარო მეთქი და ტექნოლოგიები ძალიან დიდ ცვლილებას მოახდენენ ადამიანის საქმიანობის სფეროში, რაშიც ჩემი აზრით დიდად ვერ მოახდენენ, ეს არის უშუალო ადამიანური ურთიერთობა. ანუ მას შორის ისწავლოს სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა. და ამას აკეთებს რავი ბავშვობიდან რა. და აი ახლა რაც აღმოჩნდა ჩვენი საქმიანობის 7 თვის მანძილზე, თუ ბავშვებს არ აქვთ რაღაცნაირი აი ამ ტრადიციული სკოლის გამოცდილება, აი ესეთი ცხოვრება მათთვის არის ჩვეულებრივად თითქოს სახლის მდგომარეობის გაგრძელება. აი ყოველგვარი პრობლემის გარეშე ბავშვები, რომლებსაც არ უვლიათ სხვა რაღაცა სკოლაში მაგალითად და ამ პირველად მოვიდნენ ან 5-6 წლისები იყვნენ, ასე შემდეგ და ჩვენთან მალე მოხვდნენ, ანუ რეალურად ისინი აი ამ ცხოვრებაში ისე შედიან, ვითომ მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული არც არაფერი არ იცვლება რა. რა ვიცი, სახში ასე აკეთებდნენ, აქ რაღაცა სხვა რამეს აკეთებენ. მაგრამ ის მოსწავლეები, რომლებიც მაგალითად შეჩვეული იყვნენ ტრადიციული სკოლის გარემოს, უკვე აი ფაქტობრივად ჩვენ მოგეთხოვება რომ ჯერ გადააჩვიო ის, ანუ გადააფიქრებინო იმ სტრატეგიით ცხოვრება, რომელშიც ისინი აქამდე ცხოვრობდნენ და მერე ახალი სტრატეგიით ცხოვრება ასწავლო. ხო და ანუ ეს არის ჩვენ შემთხვევაში, მაგალითად ისეთი სკოლები, რომლებიც ამერიკაში იხსნებოდნენ, მაგალითად, რა ვიცი, სულ თავიდან აი სპარკებს ეძახი 5-დან 7 წლამდე ჯგუფი. ნუ საკმაოდ გავს ეს მონტესორის ელემენტებს შეიცავს, სადაც არის ბავშვები შერეული ასაკობრივი ჯგუფებია, ნიშნები არ იწერება, ბავშვს შეუძლია არჩევანი თვითონ გააკეთოს, მუდმივი დისკუსიებია, სწორს და არასწორს არჩევენ, კონფლიქტებს არჩევენ, ანუ შენ თუ რა ვიცი 45 წუთი ჩუმად უნდა იჯდე იდეაში კონფლიქტისთვის დასვენების 5-10 წუთი რჩება, ხო? და აქ შეიძლება კონფლიქტი ნებისმიერ დროს მოუვიდეთ და ამ კონფლიქტის გადაწყვეტა უნდა ისწავლონ და აი როგორც პრეცედენტულ სამართალშია, რა ვიცი ბრიტანულ ქვეყნებში, თუ ჩვენ დავადგინეთ რომ რაღაცა საქციელს აი დაახლოებით ასე ვაკორექტირებთ, ან შეიძლება სიტყვა დაჟჯა არ გამოიყენო და აკორექტიროს, შემდეგშიც ამას იყენებს თუ უკეთესი მეთოდი ვერ მოიფიქრე და ამას იდეაში ცდილობთ რომ საბოლოო ჯამში ეს ფუნქციები მეგზურიდან, რომელსაც ჩვენ სკოლაში მასწავლებლის ნაცვლად მეგზური ქვია, გადავაბაროთ ბავშვებს და ისინი ხშირად აი ზოგს აქვს ლიდერის და მონაცემები და უნარები და ასეთი ბავშვები ნელ-ნელა მასწავლებლისგან გარკვეულ ფუნქციებს იბარებენ. ანუ საბოლოო ჯამში მიზანი არის რომ მასწავლებლის როლი რაც შეიძლება შემცირდეს და ბავშვების როლი სკოლაში გაიზარდოს. ეს არის ამ სკოლის რაღაცნაირი სტრატეგიული მიზანი, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ანუ ბავშვი იმდენად გაიზრდება, რომ ამ სკოლას ამთავრებს, მისი სკოლის დამთავრება და სრულდება იმით, რომ ის სხვადასხვა პროფესიებში მიდის შეგირდად, ანუ შეგირდობა სწავლობს რეალურ ცხოვრებაში, მაგალითად, არ ვიცი, წარმატებულ თუ მას უნდა რომ გახდეს, არ ვიცი, ან გამოცადოს თავისი უნარები, რომ გახდეს ვეტერინარი, მიდის, რა ვიცი, საუკეთესო ვეტერინარულ კლინიკაში, მაგრამ იმისთვის რომ იქ მოხვდეს, უნდა იცოდეს მათ შორის ადამიანური ურთიერთობა, როგორ უნდა მიწეროს იმეილი, როგორ უნდა სთხოვოს, არ ვიცი, პირველი რაღაცა ზარის უფლება რომ მიიღოს, ან ინტერვიუს უფლება რომ მიიღოს, კარგად უნდა გქონდეს გაკეთებული თავისი პორტფოლიო, რომ ადამიანი თუ დაინტერესდა, აჩვენოს რისი უნარები აქვს, რა ისწავლა და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად ეს არის მართლა რეალურად ადამიანის პრაქტიკული რეალური ცხოვრებისთვის მომზადება. და ამაში ჩვენი აზრით რა, ყველაზე დიდი როლი ანიჭება იმას, რომ ბავშვებს აქვთ, ანუ თავიდანვე მათ ესმით, რომ როგორც კი ისინი შეძლებენ პასუხისმგებლობის აღებას რაიმე საქმეზე, უფროსი მათ მაგივრად ამას არ გააკეთებს. და იგივე სთხოვთ, ანუ ჩვენი ანუ მთელი განსხვავებულობა შენ რაც ვკითხე მდგომარეობს იმაში, რომ ეს არ არის მხოლოდ ბავშვის სერვისი, ეს არის რაღაცნაირი ოჯახური სერვისიც, იმიტომ რომ თუ ოჯახში განსხვავებული მოთხოვნები ან განსხვავებული დამოკიდებულება თუნდაც ცხოვრებით, მაგალითად, რა ვიცი, დედა ულაგებს ბავშვს იმას რა ქვია, ოთახს, რა ვიცი, უწვავს კვერცხს და ყველაფერს დედა უკეთებს, ან რაღაც სხვანაირი დამოკიდებულება. ნუ ასეთ შემთხვევაში იქნება რაღაცნაირად ბავშვის ცხოვრებაში რაღაც გაორებული მდგომარეობა, რომ ორი სხვადასხვა წესებით ცხოვრობს და ამიტომ ჩვენ გვიწევს როგორც მშობლებთან ესეთი ძალიან მჭიდრო და ესეთი ურთიერთობა რა,
გახსნილი ურთიერთობა რომ ამას ჩვენ ვეუბნებით რომ მოდი ეს თქვა თუ ჩვენ თვლით რომ აი ესა თუ ის პრინციპი სწორია, მოდი ეს პრინციპი გამოვიყენოთ როგორც სახლში, ისე სკოლაში. აი თუ რა ვიცი შევძელი დაახლოებით და მან ყველაზე მთავარი მე რაც მომწონს დავამატებდი რომ ბავშვს იქიდან გამომდინარე რომ შეცდომის დაშვება მოსულა, მას არ ჭირდება ტყუილი, ვიღაცისგან გადაწერა და სახში ხუთიანის მისატანად რაღაცის გაკეთება. ტყუილის კეთების მოტივი დაიკარგა უკვე. და თან არ მოსულა ტყუილი, თან შეგიძლია თუ რაღაცა პატარა დააშავე, აი დამეზარა. ჩვენთან იყო საბჭოთა ბავშვი სკოლაში მოდიოდა მშობლები აბა დავალება გააკეთე, რომ წახვიდე და ხვალ ხუთიანი მოიტანო და აქ ისეთი რაღაცას დასაშვებია, რომ თქვა, რომ დამეზარა. გაკვეთილის გაკეთება გუშინ და გულწრფელობას სწავლობს ბავშვი და იმას სწავლობს, რომ ტყუილი იმ წრეში, სადაც შენ ხარ მეორე ოჯახში, შენ როგორც თქვი, ერთია ეს ოჯახიც და ისიც, ის მეგზურიც, ბავშვებიც, მეგობრებიც, ყველა ერთი ხართ და ტყუილი არ მოსულა. მე ეგ მომწონს. უბრალოდ არ გჭირდება. არ გჭირდება და არ მოსულა, ხო? ხო, ანუ ეგ ძალიან სწორი შენიშვნაა და ცხადია რომ ყველა მაგან აი მაგალითად გირჩში ხო რაღაც პრინციპები გვაქვს რა, რომ აი გონია რომ მაგალითად ადამიანის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჭეშმარიტებას ეძებდეს. ჭეშმარიტებას იმიტომ ეძებდეს, რომ ჭეშმარიტება არის გადარჩენის გზა. სხვა ადამიანი უყვარდეს, აი ჩვენ ხო რაღაცა პრინციპები გვაქვს წარმოიდგინეთ და სიტყვას მნიშვნელობა გქონდეს და აქაც იგივეთი იწყება, აი წარმოიდგინეთ ყველა ეს აზრი რაღაცა გაგებით გამომდინარეობს ბავშვების მიერ, აი ერთად პირველად რომ მოვიდნენ, პირველი სესია დაეთმო იმას, რომ ჩვენ ვართ ერთი თემი, ერთი საზოგადოება და აი რა წესები მიგვაჩნია ჩვენ, რომ აი რომელი წესების ფარგლებშიც ჩვენ რაღაც მშვიდობიანად და სამართლიანად თანავიცხოვრებთ რა და ეს ბავშვებმა დაწერეს თავიდან. ეხლა რამდენად გააზრებული ქონდათ, მერე ცხოვრებამ გამოაჩინა რა. ანუ გამოაჩინა იმან, რომ აღმოჩნდა, რომ მაგალითად საკუთარი დაპირების ასე თქვა დაცვა საკმაოდ რთულია და ამისთვის მერე გჭირდება, რომ რაღაცად გაარჩიოს საქმე, რომ ეს რაღაცა შენს მიერ დაპირებულის დარღვევა ხომ არ იყო და თუ იყო, მაშინ აი მომავალში რომ ესეთი რაღაცა არ გავიმეოროთ და ასე შემდეგ. ანუ ეს ერთი რაც კარგად ჟღერს, უბრალოდ იმისგან მინდა თქვა, რომ ეს ერთის მხრივ რაც ძალიან კარგად ჟღერს, მარტივი არ არის. მით უმეტეს შენ თუ ასე არ გიცხოვრია. ანუ შენ თუ მაგალითად, რავი, წლები გიწევდა, რომ აი როგორც შენ თქვი, რომ დედისთვის თუ მშობლებისთვის ნიშანი მიგეტანა, იქ არ ვიცი, მასწავლებელთან რაღაცნაირად გამომძვრალიყავი. აი სხვადასხვანაირი ისინი მეთოდები უკვე ის რო გაქვს ათვისებული რო გაქვს ტრადიციულ სკოლაში ფუნქციონირების რა. ამიტომ ერთი უბრალოდ წესების ცვლილება, ანუ ბავშვებმა უნდა დაიჯერონ. ეხლა მაგალითად აი რაც მაგალითად ჩემი აზრით შენ ამბობდი, რომ ბევრი რამე ვიციო და იმასო არ კითხაო და აი მაგალითად მართლა რაც არ იცი ჩემი აზრით არის ის, რომ თვითონ ეს პროცესი აი გადასვლის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში რამდენად რთული ყოფილა. თავი როცა ამერიკელებთან ვიწყებდით თანამშრომლობას, ამერიკელების აზრით უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ ჩვენ აი middle school-ი არის 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომ მაგათ ჩვენ რო ვუთხარით, რომ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების მიღება გვინდა ჩვენ სკოლაში, ნუ მათ სასტიკად არ გვირჩიეს. მათ თქვეს, რომ უბრალოდ ამ ასაკშია ძალიან რთულიაო და თითქმის შეუძლებელიაო, რომ გადაეჩვიო იმ ცხოვრების თუ იმ სწავლის რეჟიმს, რა სწავლის რეჟიმსაც აჩვევს ტრადიციული სკოლა. მაგრამ ჩვენ აი როგორც თავიდან აღვნიშნეთ, ჩვენი შვილების გამოც მათ შორის, ჩვენ ეს ბავშვები მივიღეთ და აი ახლა ჩვენ ზუსტად ამ პროცესში ვართ. ერთ-ერთ მხრივ რაღაცას ხედავ, რა ახლა დადებითი ეფექტი შეიძლება რაღაცა თვალსაზრისით აი ამ მეთოდოლოგიამ ჩვენ შვილებზე მოახდინოს, მაგრამ ასევე რამდენად რთულია მათთვის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. ანუ ეს მართლა
მართლა გამოწვევაა ჩვენთვისაც და ეხლა ამ პრობლემას ვეჭიდებით აი სერიოზულად. იდეაში პრაქტიკული თვალსაზრისით აი როგორც ბიზნესი იქნება თუ როგორც რაღაც ინიციატივა, რა თქმა უნდა, ჯობია ადმინისტრაციული სიმარტივისთვის ჯობია რომ სულ პატარებიდან დაიწყო და ნელ-ნელა ეს ბავშვები როდესაც აი მაგალითად პატარა ბავშვებს რომ სწავლა უნდა ეჯავრებოდეთ, ჯერ არ იციან და პირიქით ოღონდ რამე ასწავლეთ, დიდი სიამოვნებით ამას იღებენ რა. მაგრამ თითებისთვის ეს უკვე რაღაცა სხვა სტერეოტიპებთან არის დაკავშირებული და ჯერ ეს სტერეოტიპებთან ბრძოლაც გიწევს რა. აი ესეთი სიტუაცია ხო და რაც ხო მართლაც ჩემი წარმოდგენით აი ის რომ თუ რამეს ნიშნავს აღზრდა, ანუ აღზრდა ნიშნავს რომ რაღაცა საზოგადოებაში ანუ ის კონტექსტი და ინფორმაცია იმიტომ გჭირდება რომ საბოლოო ჯამში სწორის და არასწორის გარჩევა შეძლო. ხო და აი ეს კონტექსტიც გაქვს რომ აი შენ თვითონ უყურებ რა რომ აი მიგაჩნია რომ ეხლა მაგალითად არ ვიცი ყოველი სესია მთავრდება მშობლებთან გამოფენით და მშობლებთან გამოფენა ნიშნავს რომ შენ პატიოსნად უნდა უყვე შენ მშობლებს ამ ერთი თვის განმავლობაში ამ თვენახევრის განმავლობაში გააჩინეს ეს ხანგრძლივობას მართლა რა გაიგე ხო და ანუ ეს ძალიან ისეთი პროცესია რა არასოდეს ესეთი საჯარო გამოსვლების ხო ეს ხო ფაქტიურად რაღაცნაირად საჯარო გამოსვლების წინა ნაბიჯია რომ ეს ვისწავლოთ რა როგორ უნდა გავაკეთოთ საკუთარი ცოდნის პრეზენტაცია როგორ შეიძლება მაგალითად მეგობარს დავეხმარო რომ მან საკუთარი დრო უკეთესად მართოს და აი სულ სხვა გამოწვევებია ამ სკოლაში ანუ იმის თქმა მინდა რომ მეკითხებოდი აი განსხვავებები ყველა ნაბიჯშია ყველაფერში განსხვავებულია ანუ შეუძლებელიც კი არის რომ ესე იმათ შეადარო რა რომ იმდენად სხვა ამოცანებს ისახავ იმდენად სხვა რაღაცას იმაშვები რა ქვია პრობლემას ებრძვი თუ ეჭიდები რომ არაფერ შუაში არ არის თქვათ რა ვიცი ყველაზე მარტივი არის მართლა საგნის სწავლა თუ ბავშვი რატომღაც უბრალოდ აზარტში ჩავარდა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სიჩქარით შეუძლია მას სწავლა თუ მას ეს აინტერესებს ანუ ამოცანაც ის არის რომ ამ სკოლაში ყველა ეძებს ბავშვის მისწრაფებას რა მიდრეკილება აქვს რისკენ აქვს მიდრეკილება რომ თუ ეს იპოვე ეს მიდრეკილება და ეს ბავშვის რაღაცნაირი თანდაყოლილი ინტერესი თუ აღმოაჩინე მერე შეიძლება უკვე რა ვიცი ნებისმიერ წარმოუდგენელი მიზანიც კი დაისახო და ბავშვმა მიაღწიოს მან ერთი მართლა მაინტერესებს შეკითხვა მაგრამ მანამდე ოჯახის ჩართულობა ახსენე და ესე იგი ანუ როგორც ჩანს სკოლა ანუ ჩვეულებრივ ტრადიციულ სკოლაში ბავშვი ანუ ბავშვის თუ ცუდი შედეგები აქვს ეს არის სკოლის ბრალი და თქვენ შემთხვევაში ანუ ნალაპარაკებიდან გამომდინარე ამ პასუხისმგებლობას მარტო ექტონის სკოლა არ იღებს თავის თავზე ესე გამოდის იმიტომ რომ თქვენ ამბობთ რომ რეალურად სამი მონაწილე ამ პროცესში რა სკოლა ბავშვი და ოჯახი და სამივე თანახმა უნდა იყოს ამ თანამშრომლობაზე ანუ რომელიმე მხარე თუ არ არის თანახმა ეს თანამშრომლობა ვერ შედგება უბრალოდ ო ანუ ეს ძალიან დიდი განსხვავება ტრადიციულ სკოლასთან შედარებით აბსოლუტურად ხო და ეგ საერთოდ ცხოვრების სტილს ცვლის მარტო სწავლა კი არა ხო და ეგ თან ეს სამივე თანაბრად არის მაგ თუ რაღაც ბავშვი უფრო მეტად შეიძლება იყოს აქ ან ის და გარდა მაგისა თუ ოჯახი აი თუ არის ისეთი შემთხვევა სადაც ბავშვი პრინციპში ხვდები რომ კარგად თანამშრომლობს და ოჯახი რაღაც ჩამორჩება რა მაგ ხრივ კარგი კითხვაა თქვენ ახლა გართულებული ამოცანა დაისახეთ არა მარტო ბავშვი აი ამას ჩაუტენი ტვინში და მისაღებ გამოცდაზე 10-იანს მიიღებს ეგ მაგაზე რეალურად ეგ ყველაზე ადვილი ამოცანაა ეხლა თქვი ანუ აი ის თავარი ექტონის
ექტონის მიზანი არის რომ გამოძერწონ ინდივიდები და არა კოლექტივის უბრალო წევრები, ხო? ანუ ამ შემთხვევაში როგორ წვიტავთ მაგ სირთულეს რა? ანუ თუ სწორად გავიგე გიორგი შენი კითხვა გეორებს იმაში რომ თუ სამივე მხარე თანაბრად არ არის ჩართული და ჩვეულებრივად ეხლა რომ გითხრა ჩვეულებრივ ტრადიციულ სკოლაში იქიდან რომ გამოვიდეთ იმ ტრადიციიდან რომელიც მოყვება მდგომარეობს იმაში რომ ბავშვებისთვის შოვლებისთვის სკოლა არის რაღაც პერიოდის ძიძა შვილებისთვის ანუ ამ დროს ატარებს თქვა საჯარო სკოლაში თუ დადეს შეიძლება ბევრი პრეტენზია არ აქვს მაგრამ რაღაც რაოდენობა საათები ბავშვი იქ ატარებს კერძო სკოლაშიც ანუ ყოველ შემთხვევაში მშობელი არ არჩევს იმას, რომ არ ვიცი, რაღაცა ეგზუპერი უნდა წაიკითხოს მისმა შვილმა თუ ბაკულას ღორები თუ ასე შემდეგ ამ მშობელი თავის კომპეტენცია და ამას არ თulis და არც პრეტენზიას აცხადებს არაფერ მსგავსზე. ანუ იქ არის რაღაცა ელემენტალური მარტივი წესი იმის შესახებ, რომ რავი, რაღაცა უზრდელად არ მოიქცეს ბავშვი რაღაცა ქვა არ ისროლოს სკოლაში. და ანუ დამთავრდა რა რაღაცა გაგებით ყველაფერი თითქოს აღზრდის ნაწილი ქუჩაში ყოფნა ჯობია ხო ეგ რაღაცა ჯობია და ნუ რაღაც მათემატიკას თუ სწავლობს კარგი თუ რაღაცა წერა კითხვა ისწავლა კარგი და ასე შემდეგ და ანუ ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ რომ აი რომ რეალობაც რო აგიწეროთ ჩვენი მოსწავლეების მშობლების ან ოჯახების გარკვეული ნაწილი და არა პატარა ნაწილი არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც სხვა სკოლებში, ანუ ტრადიციულ სისტემაში თავს იმდენად უბედურებად გრძნობდნენ, რომ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ აი ამათ ხო, ანუ ისედაც ძალიან ცუდად არის საქმე და იქნება აი ამ სკოლაში, თქვა ამერიკულ სკოლაში, რომელიც ასეთ განსხვავებულ რაღაცებს თავაზობს, უკეთესად იგრძნოს თავი. და მინდა გითხრა, რომ რაღაცა გაგებით ამ სისტემამ ეს დაადასტურა. შეიძლება უცნაურია და მე თქვა ყველას გვერჩივნა, რომ ძალიან გათვითცნობიერები, მაგრამ რამოდენიმე ჩვენ ყავს მოსწავლეები, რომლებიც ჩვენ სკოლაში მხოლოდ იმიტომ არიან და არა იმიტომ რომ თქვა მშობლებმა ან გირჩის ღირებულებებზე ან ჩვენს აი რაც მე მოგიყევი მაგ მოტივებზე და ასე შემდეგ რა მიიცოდნენ არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მათ შვილებს ტრადიციულ საგანმანათლებლო სისტემაში ჰქონდათ პრობლემები ან ხშირად მაგალითად რაღაც ADHD-ის დიაგნოზს უსვამდნენ ან რაღაც სხვადასხვა სპექტრის და ასე შემდეგ რა და მინდა გითხრა რომ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ჩვენთვის ეს არ იყო რაღაც არ არის მაინც და მაინც ისეთი როდესაც იწყებ ყველაზე რთული კონტინგენტით დაწყება არ არის მაინც და მაინც ესეთი მიმზიდველი მაგრამ თუ რამე წარმატებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენი სკოლის ამ 7 თვის განმავლობაში არის ის რომ ამ სკოლაში ბავშვები ბევრად უკეთესად რაღაცნაირად აი ადამიანურად გრძნობენ თავს ანუ მე მგონი ეს არის საფუძველი იმისათვის რომ მათთან უფრო მაღალ მატერიებზე შეიძლებაოდეს მუშაობის გაგრძელება მაგრამ ფაქტი ის არის რომ ეს დამოკიდებულება როდესაც ადამიანს საკუთარ აზრს ეკითხები სადაც ეუბნები რომ გაარჩიოს რა არის სწორი და რა არის არასწორი როდესაც ადამიანი დილით რომ მოდის სკოლაში პირველი ხელს გართმევს თვალებში გიყურებს და გამარჯვებას გეუბნება ანუ აი ელემენტალური ადამიანური ეტიკეტის იმას რო ასწავლი და ეს რო ჩვევაში გადაგაქვს რა ის რომ მაგალითად იქ არავის ესე განსაკუთრებით ანუ იმაში არ დასცინის ახლა შეიძლება ბავშვური თამაშის დონეზე ესეთი რაღაცები მოხდეს მაგრამ აი სუფთა პატივისცემის დონე ბევრად მაღალია იმიტომ რომ რაღაც დღეში სამჯერ ადამიანები მართლა თუ რამე პრობლემა შეექმნათ პატარა ადამიანები, მაგრამ თვითონ წყვეტენ რა არის სწორი და რა არის არასწორი, ესმით და ანუ აი ამ მოვლენამ რაც ახლა მე მოგიყევი რომ რაღაცნაირად ეს ბავშვები რომლებიც აი სხვა სკოლაში ანუ არ გრძნობდნენ რა თავს ბედნიერება და ძირითადი მოტივი მათი ჩვენ სკოლაში მოხვედრის ეს იყო. ამ მშობლებთან და ზოგადად ამ ბავშვებთან ახლიდან გიწევს უკვე ახსნა რომ რატოა შენთან ეს ასე. ანუ თან მithumetes მიზეზი გიჩნდება თუ მისი შვილი განსაკუთრებით რაღაცა კარგად იგრძნობს თავს, უფრო მეტი мотиваცია აქვს მშობელს რომ მოგისმინოს. ხო და ანუ ჩვენ ამ ფრონტზეც რაღაცას მუშაობთ რა, იმ გაგებით რომ აი ჩვენ ვსწავლობთ როგორ შეიძლება სკოლამ და ოჯახმა და ალბათ აი იშვიათი სკოლა წარმომიდგენია ახლა მე ნიუტონში
ჩემი მხოლოდ წირი გამოცდილება ერთ სკოლაში მუშაობს, მაგრამ მე ვერც კი წარმოვიდგენ, რომ იმდენს ურთიერთობდეს სკოლის ადმინისტრაცია და თქვათ მეგზურები და ჩვენ მშობლებთან და ოჯახებთან, რამდენსაც ყველა ოჯახთან გვაქვს გარკვეული ტიპის ურთიერთობა, ინდივიდუალური შეფასებიდან დაწყებული, თუ როდის მე ხვდებით ბავშვთან ერთად ხვდებით, ისიც ჩვეულებრივად აი ამ საუბრის და აი ამ თანამშრომლობის რიგითი მონაწილე, ჩვეულებრივი მონაწილეა, როგორც მე და როგორც მისი მშობელი. ხო და ჩემი ანუ მე შენ კითხვაზე თუ სწორად გავიგე პასუხს სწორად ვცემ, ეს არის რომ აი რაღაცნაირად ამ გარემ ეს არის სასტარტო ეტაპი იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ბავშვს სერიოზულად თვალებში ჩახედო და აი იმის რა ქვია, სერიოზულად დაელაპარაკო იმაზე, რომ იცი რა, მოდი აი აქ ჩვენ საერთოდ სხვა ამოცანებს წვეთ. აქ ჩვენ საერთოდ სხვა რამეს ვაკეთებთ და თან უბრალოდ ეს დაიჯეროს კიდეც, იმიტომ რომ დაინახოს, რომ მართლა სხვანაირი ფიზიკურად სხვანაირი გარემოა რა. დაწყებული იქიდან, რომ სტანდარტული მერხები არ არის და იქ რაღაცა ზარი არ ერეკება და თვითონ აკონტროლებენ და საკუთარ დღის რეჟიმს თვითონ ქმნიან და ასე შემდეგ. რაც შეეხება აკადემიურ განათლებას. შენ თქვი, რომ აი ბავშვს რისი ინტერესიც გაუჩნდება, იმას ისწავლის საფუძვლიანად და ისე, რომ ანუ მართლა გაიგებს და არ დავიწყდება, მაგრამ აქამდე ხო ესეთი მიდგომა იყო, რომ ჩემ სკოლას ჩვენ რო დავამთავრეთ, ერქვა ზოგად საგანმანათლებლო რაღაც საშუალო სკოლა. ანუ ყველა საგანზე რაღაცაც წარმოდგენა, გეოგრაფია, ისტორია, ფიზიკა, მათემატიკა, ლიტერატურა, მაგრამ რეალურად ეხლა ერთი ადამიანი ხო შეიძლება ესე ყველაფერი შეიძლება ვიღაც იყოს, მაგრამ ნუ ზოგადად რომ ყველა მიმართულებით ერთნაირად აინტერესებდეს და აი ვთქვათ, რადგან ბავშვების ნებაზია ეს შეკითხვა გექნებოდა მშობლებისგან დაახლოებით, ისი კითხვაც მინდა ეხლა. და თუ ბავშვების ნებაზია და იმათ ვთქვათ, ძალიან მაგრად დააინტერესა ფიზიკა და ქიმია, მაგრამ საერთოდ აი არანაირად არ აინტერესებს არც გეოგრაფია, არც ისტორია, ვთქვათ და რავშვებით იქ ვტოვებთ საერთოდ არაფრის მცოდნეს. კარგი გიორგი, ეს არის მაგის საპასუხოდ რას გეტყვით, რომ სინამდვილეში ბაზისური ცოდნა, რასაც აი იდეაში ზოგად საგანმანათლებლო სკოლა წესით უნდა აძლევდეს რა. ექტონის სკოლაშიც არის რაღაცა თვალსაზრისით შემოფარგლული. ანუ მაგალითად, აი ხო შეუძლებელია, რომ ჩვენ ვეძახით რა, ბაზისური ცოდნა არის, რომ შემეძლოს სხვა ადამიანთან ურთიერთობა. სხვა ადამიანთან ურთიერთობა ისე, რომ რა ვიცი, კითხვა შემეძლოს, წაკითხulis გააზრება შემეძლოს, წერა შემეძლოს, ანუ წერილობით საკუთარი აზრის გადმოცემა შემეძლოს, მეტყველება შემეძლოს, ანუ საუბარი შემეძლოს და რაოდენობრივი აზროვნების უნარი მქონდეს. ანუ აი ეს უნარები, როგორიც არის მაგალითად, რომელიც სრულდება იმით, რომ წიგნებს კითხულობენ, არსებობს აი ამერიკელებისთვის უფრო გასაგები იქნება ღრმა წიგნები, deep books ეძახიან, ანუ აი მნიშვნელოვანი წიგნები, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში შექმნილა. ასეთ წიგნების წაკითხვა, ასეთ წიგნებზე მსჯელობა, ასეთ წიგნებზე ესეების დაწერა, ეს არის სავალდებულო აკადემიური მომზადების ნაწილი, ისევე როგორც მაგალითად მათემატიკის სწავლა, ან უცხო ენის სწავლა. და შესაბამისად ამას ეთმობა ჩვეულებრივად დრო, იმიტომ რომ მე რამაც არ უნდა დაგაინტერესოს, არ ვიცი, ვეტერინარია იქნება ეს, ინჟინერია იქნება, ფიზიკა იქნება, ფილოსოფია იქნება თუ რა იქნება, ყველგან წაკითხულიდან აზრის გამოტანის საჭიროება დგას, ყველგან შენი აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბების საჭიროება დგას და ნუ რაოდენობრივი აზროვნების საჭიროება ქუჩაში რო გახვალ იმ მომენტიდან მაღაზიაში რო შევხვდ, იწყება ვაჭრობით და რა ვიცი, ყველანაირი ურთიერთობით დამთავრებული. ანუ ამიტომ აი მაგალითად ექტონის იმაში აი ეს უნარები, რომელიც ახლა მე ჩამოთვალე, ითვლება აუცილებელ აკადემიურ უნარებად. აი ეს მეორე ნაწილი რა დამაინტერესოს და რა არ დამაინტერესოს, მაგალითად პროექტების ნაწილი, ეგრეთ წოდებული quest-ები, ანუ გამოწვევები, რომლებიც მაგალითად რომელსაც თქვა სესიები ეთმობა რა. ეს რო წარმოიდგინოთ, არის სამყაროს გაცნობა სხვადასხვა კუთხიდან. ანუ მაგალითად ახლა ჩვენ გვაქვს სამედიცინო ბიოლოგიის მეორე
პროექტი. ბიოლოგიის მეორე პროექტი ნიშნავს, რომ ბავშვებმა უნდა შეისწავლონ ადამიანის სხვადასხვა ორგანოთა სისტემების ფუნქციები და ყველაზე ხშირი დაავადებები, რომლებიც მაგალითად ამ ორგანოთა სისტემებს შეიძლება ახასიათებდეთ. ამიტომ რა ვიცი, ძალიან ჯერთ ინტერესების მიხედვით შეიძლება დაიყოს და მეორეც ერთი აქ არის როგორც ქიმიის საჭიროება, ისე ფიზიკის საჭიროება, ისე ბიოლოგიის საჭიროება, ვთქვათ, რა შემდეგი რაღაცა შეიძლება იყოს ასევე რობოტიკაზე, სადაც პროგრამირების საჭიროებას გაიგებენ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი საინტერესო შეუძლებელია იყოს. შენ უნდა მოსინჯო სხვადასხვა ტიპის ამოცანები და დავალებები იმისთვის, რომ მიხვდე, რომ შენი უნარი, ანუ რაში მდგომარეობს შენი უნარები, ანუ რა გიადვილება და შენი ინტერესი რაში გამოიხატება, იმიტომ რომ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდე, რომელსაც ვერ გრძნობ, რო შრობ, ანუ სიამოვნებდეს ამის გაკეთება. შენ თუ ბევრი რამე არ მოსინჯეთ, ამის დრო უფროსებს არ აგვაქვს. წარმოიდგინე, რომ ახლა მე და თქვენ გადავწყვიტოთ, რომ პროფესიები გამოვიცვალოთ. ანუ რამხელა ინვესტიციები დაგჭირდება, რამდენი დრო უნდა დავკარგოთ, ვიზარალოთ, ოჯახებს და ბავშვობაში ეს ფუნება არსებობს. წარმოიდგინე, რომ სამყაროს ესე საინტერესო სხვადასხვა ასპექტიდან შეხედო. და ზუსტად ამ რაღაცის ფუფუნებას ვაძლევთ რა. ანუ რეალურად ის არის, რომ ყველაფერი საინტერესო რა თქმა უნდა ვერ იქნება, მაგრამ შენი არჩევანია, თუნდაც ერთი კვესტის ფარგლებში, როდესაც სამუშაოებს ინაწილებენ რა, იქ სამუშაოები შეიძლება ინტერესებით, ანუ თუ რამეში არსებობს თავისუფალი არჩევანი, მაგაში არსებობს, რომ ეს არის საერთო დავალება, ამ საერთო დავალებაში მე მოდი ამას მოვსინჯავ და ეს მაინტერესებს, შენ ეს მოსინჯე, ეს გააკეთე და ბოლოს შევაერთოთ ჩვენი ნამუშევრები. ანუ რეალურად ეს არის თანამშრომლობის სწავლაც, ეს არის სხვადასხვა ასპექტის მოსინჯვაც და ნუ როგორ გითხრა, საბოლოო ჯამში თუ აღმოვაჩინეთ რა არის ბავშვის ინტერესი, ჩვენი მიზანით ფაქტიურად მიღწეული იქნება ამ თვალსაზრისით. ამიტომ რასაც ამბობ, რომ ფიზიკა და ქიმია და ბიოლოგია იქნება, ლიტერატურა იქნება, ფილოსოფია იქნება, ალბათ მე იმედი მაქვს, რომ მომავალში შეიძლება იყოს ისეთი საინტერესო საკითხები, რა ვიცი, დღეს რაც ხელოვნური ინტელექტი იქნება, ფილოსოფია იქნება, თუ რელიგია იქნება. ჩემი აზრით ეს ყველა ადამიანის ფუნქციონირების ძალიან საინტერესო ასპექტი ჩვენმა მოსწავლეებმა სკოლის ასაკში უნდა გაიგონ ამის შინაარსს. რომ დაახლოებით მაინც იცოდნენ თითოეული რას ნიშნავს, რომ აი, როდესაც არჩევანის გაკეთება მოუწევთ, მაგალითად, აი, საით უნდა წავიდნენ რა, მათ ეს არჩევანი გააკეთონ არა სიბნელეში გაუაზრებლად, არამედ გააზრებულად და საკუთარი უკვე გამოცდილების გათვალისწინებით, რომ რა გამოსდიოდათ კარგად, რა აინტერესებდათ კარგად, უფრო მეტად ვიდრე სხვა რამეები. და უფრო მეტი შანსი იქნება ჩემი აზრით, რომ თავისთვის საინტერესო საქმეს მიაგნონ. აი, ასე უფრო უყურებ, ვიდრე ის, რომ არსებობს ბაზისური ცოდნა, რომელშიც გეოგრაფიაში უნდა ვიცოდე რამდენი, არ ვიცი, სახელმწიფოა, დედაქალაქები რა არის და ასე შემდეგ. ანუ მე ესეთი მექანიკური ცოდნა მართალი გითხრა, ზოგადად არ მიმაჩნია თანამედროვე სამყაროში ცოდნა ხო იმდენად გაიაფებულია, რომ ტელეფონს ესე უკარნახებ რაღაც კითხვას ეთქვი და ის კი პასუხებს და ანუ აი რატო უნდა დაიმახსო რაღაც ასეთი, მაგას მე მგონი ვერც აუხსნი თანამედროვე მოსწავლეებს, რომ აი რატო, იმიტომ რომ შენ ისა გაქვს ძალაუფლება გაქვს, რომ რაც გინდა მათ დაავალო, რომ ისწავლო, რატო უნდა გააკეთო ეს. არა, ელემენტარული, მე შურს ხოლმე რო უყურებ ახლა თქვენ ბავშვების ინტერვიუებს რაღაცებს, მე მიყვარდა 86-ში ფეხბურთი მიყვარდა, მაგრამ ყველა ანგარიში მსოფლიო ჩემპიონატის ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ სკოლაში რომ მივდიოდი, იქ ამის აი ჩემთვის აი მაგალითად ქიმიას ვერ ვსწავლობდი, მეზიზღებოდა, მაგრამ ქიმიის მასწავლებელს რო ეკითხა, არგენტინა ინგლისზე მითხარი რამეო, აი ის მე ქიმიას მასწავლიდა რა, ის იქნებოდა ჩემთვის ღმერთი რა. და ეს შეგიძლია გამოიყენოს შენ როგორც მეგზურმა რაღაც ელემენტარულის დასატრიგერებლად, რომ თუ ბავშვს ასტროლოგია არ მოწონს, რომ ის მაინც იცოდეს იმ თავისი ინტერესით რაღაცა, თუ ფეხბურთია, ფეხბურთზე კითხავ და მერე გააგებინებ, რომ დედამიწა მრგვალია და მის ირგვლივ მთვარე ტრიალებს. ნუ ეს ხო უნდა იცოდეს ისედაც და ნუ რაღაც მეთოდი, ტრიკი ასეთი რა.
და პოლიტიკის ადგილი როდის არის ჩვენ სკოლაში? პოლიტიკაზე საუბრის როგორ მაგ ხრივ ჩვენ სკოლაში პოლიტიკაზე უკვე უფროსი მოსწავლეები უკვე საუბრობენ. საუბრობენ რა, რაღაც მათ შორის წესებიც ხო პოლიტიკაა. ანუ ის წესები, რომლებსაც ის ადგენენ, იდეაში მათ მიერ განსაზღვრული პირველი თვითმმართველობის პოლიტიკაა. ახლა მე რო ვკითხო, საერთოდ არავის რეალურად ესეთი პოლიტიკა არ შეუქმნია ქვეყანაში, რეალურ არსებულ თვითმმართველობებშიც ეს არ დაენერგილა და მაგალითად აი ჩვენ ყავს ასევე 8-დან 11 წლამდე ბავშვები, ყველაზე აქტიური, ყველაზე ასე თქვათ, ეგ ასაკია ისეთი, მე გესმით ალბათ, როდესაც ბავშვები ახლა როლს ირგებენ, ძალიან ცელქები არიან და ასე შემდეგ და აი მათთვისაც კი ძალიან საინტერესოა აი ასეთი თვითმმართველობის წესრიგის მოწყობა. ხო და ანუ წარმოიდგინე რომ შენ რასაც მეკითხები, ანუ იდეაში პირველად მათ სკოლაში მოუწიათ საკუთარი მართვის წესების ჩამოყალიბება და საკუთარივე ტყავზე გამოცდა. ანუ აი ეგ ერთ-ერთი კომპონენტი არის ამ სწავლების, როდესაც ბავშვები რეალურად სწავლობენ თვითმმართველობას. მათ შორის პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რომ ვიღაც დასაჯო საკუთარი მეგობარი უსაქციელობისთვის, მიუთითო რომ რავი, ძალადობაზე ხო შევთანხმდით, რომ არ მოსულა ჩვენ შორის და ამაზე პასუხისმგებლობა არსებობს. ანუ წითელი ხაზები, რომლებსაც ბავშვები ავლებენ, უნდა იყვნენ მზად მათ შორის მორალურად, რომ თავადვე დაიცვან. ანუ მათ მაგივრად უფროსი არ იცავს რა ამ წესებს. უფროსმა შეიძლება უბრალოდ უთხრას, რომ აი ესეთი ქცევა ნორმალურია, აი თქვენი წესების მიხედვით ეს ქცევა მოსულა. ანუ კითხვა დაუსვას, მაგრამ ეს ხო სინამდვილეში საბოლოო ჯამში თუ როდისმე ამ ბავშვების თავში ეს რეალურად ანუ ეს რეალობა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ესენი მიხვდებიან, რომ ეს წესების მათი აღსასრულებელია. ანუ ფაქტობრივად ეს არის ერთ-ერთი ალბათ აღზრდის ფორმა კიდე, როდესაც თავიდანვე, ბავშვობიდანვე მოსწავლეები ეჩვევიან ჯერ სიტყვის დადებას და მერე ამ სიტყვის დარღვევისთვის, ხისთვის პასუხისმგებლობის მოთხოვნას. აი მე რო იმას უსმენდი ჯეფრი სანდერს აქტონის დამფუძნებლის ინტერვიუს ჯორდან პეტერსონთან იქ თითქოს მაგას თითქოს ეგეთი მკაფიო იდეოლოგიური ხაზი არ ქონია, რომ აი ჩვენ სკოლაში მაინც და მაინც იქ მემარცხენე მემარჯვენე რაღაც თითქოს მომეჩვენა, რომ ძალიან ის არ აქვს მკაფიო ხაზი აქტონის მოდელს ამ ხრივ, რომ არა აქვს ნამდვილად. არა აქვს მახო, იმიტომ რომ ამ სკოლაში ძალიან ბევრნაირი, ანუ არიან ძალიან სეკულარული ტიპის მშობლები, არიან რელიგიურები. ამიტომ ეს ხო რაღაცა ქსელი 300-ზე მეტი სკოლა და ფართოვდება და შესაბამისად იმისა თუ დაავიწროვეს, ანუ პრინციპში მე თუ მკითხავ, ანუ ჩვენი ღირებულებების ადამიანებისთვის თუ რამე არის მისაღები და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ფორმა მომავალი თაობის აღზრდის არის ასეთი, რომ ადამიანებს ასწავლო პასუხისმგებლობა, ანუ თავიდანვე ასწავლო რაღაცა პასუხისმგებლობა, სიტყვების მნიშვნელობა, რაც ჩვენ საზოგადოებაში ჩვენ უფროსებს პრობლემად მიგვაჩნია, იდეაში მაგაზე მუშაობ ბავშვობიდან. ხო და ამერიკაში მე არ მგონია, რომ ანუ მაგალითად ჩვენზე ბევრად უფრო ამ თვალსაზრისით არ ვიცი, ანუ მრავალფეროვანი განათლების შესაძლებლობა არსებობს. არსებობს, კარგი ტრადიციული სკოლები, არსებობს ალტერნატიული სკოლები, არ ვიცი, მონტესორის სკოლები, ჰოუმსკულინგი ამერიკაში დაშვებული და საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. შესაბამისად, ამერიკაში ესეთი ჰომოგენური საზოგადოება არ არის ტრადიციული სკოლის მიერ აღზრდილი, გესმის? და აქედან გამომდინარე, იქ ბევრი სხვადასხვანაირი ინტერესი და რელიგიური ჯგუფისთვის შეიძლება ამ მოდელის შეთავაზება და შესაბამისად როგორც კი შენ რაღაცა კონკრეტულს აირჩევ, რომ გიან თუ არა მე ეს ვარო რა, ანუ შენი მომხმარებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს პრაგმატული მიზეზიც არის, თუმცა აი ჩვენთან ერთად როდესაც რაღაც 13-მდე სკოლა იხსნებოდა, იქ იყო როგორც რელიგიური, ალბათ დაახლოებით ნახევარი იყო რაღაცა რელიგიური სკოლების მსგავსი და ნახევარი იყო აი ესეთი ოჯახების მიერ, მაგალითად აი მშობელმა რო გადაწყვიტა, რომ
თავისი შვილისთვის იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რომ აი სკოლა არ დახურულიყო და თვითონ ეყიდა ეს სკოლა და თვითონ გაეგრძელებინა თავისი შვილისთვის. ანუ აი რაღაცნაირად რო გითხრა რაღაც აი ჰოუმსკულინგთან ყველაზე ახლო მყოფი სისტემაა თავისი შინაარსით, მოდელია თავისი შინაარსით. აქედან გამომდინარე, შენ კითხვაზე რომ უპასუხო, ჩემი აზრით ძალიან სწორად იქცევიან თვითონ ექტონის დამფუძნებლები და რაღაც სულის ჩამდგმელები, რომ რაღაცა ვიწრო იმას არ აცხადებენ, რომ ჩვენ გინდა თუ არა ასეთი ხალხისთვის ვართო და მე მგონია, რომ ეს ნებისმიერი შეხედულების ადამიანებს გამოადგება, თუ მათ გულწრფელად წამთ. ანუ თუ მათ გულწრფელად წამთ, რომ შეუძლიათ თავიანთ შვილებს თუ მოკლედ მომავალ თაობას თავიდანვე მიცენ არჩევანის შესაძლებლობა და ეს არჩევანი არა უბრალოდ ისე არჩევანი ერთადერთი რაც მაგალითად ჩვენ სკოლაში არ შეიძლება არის არაფრის კეთება. ანუ აი ერთადერთი რამე არის აკრძალული, რომ არაფრის კეთება არ მოსულა. ანუ დანარჩენი თუ რამის კეთება გინდა, გააკეთე, ოღონდ აი უბრალოდ არაფერი არ გააკეთო რა. და მაგის უფლებას ვერც მოგცემთ, რომ აი არაფერი არ აკეთო, იმიტომ რომ კლიმატსაც კი აფუჭებს გარშემო ასეთი დამოკიდებულება ზოგადად სწავლის მიმართ. და ჩვენ სკოლაში ძალიან დიდი განსხვავება იყო სწავლის პროცესსა და დასვენებას შორის. ანუ ზარი რო დაირეკებოდა და ყველა ყვირილით რო იმწრეოდა კედლები და დავმულს რო აუშვებ რაღაც ეგეთი ის იყო და თქვენთან რა ითვლება გაკვეთილად, რა ითვლება დასვენებად? ჩვენთან არის დრო დაყოფილი ბლოკებად და შესაბამისად ამ ბლოკების მაგალითად შეიძლება ბლოკი იყოს 2 საათიანი, რომ აი ამ 2 საათის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით აი ამ რაღაც აქტივობით ვართ დაკავებული. და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში ვინაიდან არავინ რაღაც დაბმული არ არის, რომ სადღაც უნდა იჯდეს, რადგან მოძრაობაც შესაძლებელია, ერთმანეთთან საუბარიც შესაძლებელია, ადეკვატურობის ფარგლებში ცხადია, არა ისე რომ სხვას ხელი შეუშალო. ამიტომ აი მაგ მოვლენას, რასაც შენ ახლა აღწერ და ძალიან ჩვეულებრივი იყო ტრადიციული სკოლისთვის, რომ უკვე აი გათანგული ბავშვები 45 წლის სიჩუმით, აი გიჟებით უნდა გამოვარდნილი იყვნენ და ჰქონდათ საშუალება რომ ეყვირათ. ანუ ესეთი მომენტი არ არის ჩვენთან ნამდვილად. აი უბრალოდ რაღაც არაბუნებრივი იქნებოდა და თუ დააკვირდებით აი თქვათ ექტონის სხვა სკოლებზე გადაღებულ ვიდეოებს, რომელიც YouTube-ში არის, თუ რამე იქცევს ყურადღებას, აი სუფთა ფსიქოლოგიურად, რა რომ ეს ბავშვები რაღაც დიდი ადამიანები სერიოზულად რომ მოძრაობენ რა, ანუ რაღაცა შეუსაბამოდ სერიოზულად რომ მოძრაობენ თავისი ასაკისთვის. ანუ რაღაც ჩვეულებრივად რო არიან რა, რა ვიცი როგორც სახში რო არ თახტიან, არ დარბიან. ხო, ანუ ჩვეულებრივად არიან და აი ჩვენც ნელ-ნელა აი ამ ფსიქოლოგიური განწყობისკენ მოძრაობთ, მე მგონი. აი და ერთ საათზე მეტი ვსაუბრობთ. ბოლოსკენ აი რა მოლოდინები გაქვს და ამ 7 თვემ გაამართლა თუ არა? ნუ ყველაფერში შეიძლება ვერა, ხო, ამ 7 თვეში მე ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენ ნუ ზოგადად ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ. მათ შორის საკუთარი შეცდომებით წარმოვიდგინეთ, იმიტომ რომ ჩვენც ბევრი შეცდომა ჩემი აზრით დავუშვით, იმიტომ რომ უფრო მეტად არ ვენდეთ სიტუაციას თითქოს რა. ანუ რისი თქმა მინდა ისი რომ ერთის მხრივ დავწუნდით იმაში, რომ ასეთი მეთოდი მუშაობს. მაგრამ ჩვენ გვჭირდება წარმატება მათ შორის აკადემიური პროგრესის და ზოგადად ეს ამ ბავშვებს ბევრად მეტი შეუძლიათ. აი როგორც გითხარი რომ 12-15 წლის ბავშვებში მეთქი, ჩემი აზრით, ანუ ზოგადად რთულია რა გადაწყობა ერთი ცხოვრების წესიდან სხვა ტიპის ცხოვრების წესზე. ჩვენ თუ ეს მოვახერხეთ, მე მინდა გითხრა რომ ამერიკელებისთვისაც კი უნდა იყოს საინტერესო ჩვენი გამოცდილება, იმიტომ რომ თუ ეს მართლა მოხერხებადი გამოვიდა და მოვახერხეთ და დანარჩენი ამერიკაში არის ესეთი ამბავი რა, რომ ძირითადად ამ ტიპის სკოლები საინტერესო ხდება იმით, რომ ბავშვები ძალიან მოკლე პერიოდში ახერხებენ უფრო ეფექტურად ისწავლონ ნებისმიერი რაღაც აკადემიური დისციპლინა, ანუ ძალიან წინ არიან ხოლმე აკადემიური მოსწრებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი გარეგანი ეფექტებით ძალიან კარგად იმუშავებს საომოლოდ. ჩვენი თავარი პრობლემა ამ სკოლაში იყო, რომ ჩვენ გვეგონა
და რატომღაც ჩავთვალეთ ცდარად, რომ ბავშვების რეგისტრაცია დაახლოებით ასახავდა მშობლების განწყობას. მე როგორც აღმოჩნდა, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ ცოტა ძალიან მცირე კონტინგენტით დავიწყეთ. ეს ერთის მხრივ შეიძლება კარგი იყო, რომ ეს შეცდომები იქნებოდა თუ რაღაცები სწრაფად გვერეაგირა და რამე, მაგრამ რეალურად ჩვენი მოლოდინი სულ სხვა რამეზე იყო რა, ჩვენ გვეგონა რომ ბევრად მეტ ბავშვებს მივიღებდით. და აი ეს 7 თვე, რასაც გვეუბნება არის ის, რომ ჩვენ თუ სინამდვილეში მართლა ხარისხი უნდა ვაჩვენოთ, ისეთი შედეგი უნდა ვაჩვენოთ ამ ბავშვების, რომ უბრალოდ YouTube-ის ვიდეოთი კი არ იყოს გასაგები, რომ ამა ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული და განსხვავებული ხდება, არამედ ეს დაინახონ, რა ვიცი, ამ ბავშვების ოჯახების ახლობლებმა, მეზობლებმა, აი ვინც ამ ბავშვს შეხედავს, ის უნდა იყოს გამორჩეული და ჩვენი მიზანიც არის, რომ რაღაც ნამდვილად მეგონი ყველა მშობელს უნდა რომ მისი შვილით არამხოლოდ თვითონ იყოს კმაყოფილი, არამედ გარშემოყოფებიც ამჩნევდნენ დადებით ცვლილებებს და მგონია რომ თუ ჩვენ ეს დადებითი ცვლილება ამდენ ხანში მოვახერხეთ და ძალიან ბევრთან დაკავშირებით ჩემი აზრით მოვახერხეთ და მოხერხებადია რა თუ თანამშრომლობის შემთხვევაში თუ ოჯახი, ბავშვი და სკოლა თანამშრომლობს დადებითი ცვლილების მოხერხება შესაძლებელია. მე მგონია რომ რა ვიცი მომავალი წელი ან ყოველთვის ახალი მიღება ჩვენი სკოლაში უნდა იყოს ბევრად უფრო წარმატებული რა მათ შორის ისეთი ბავშვები უნდა მივიღოთ ეხლა ხო დამავიწყდა და მე თქვა რომ ასევე ჩვენ გვაქვს ეხლა შეტანილი და ველოდებით ამ თვეში გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ ანუ ამერიკელებს აქვს შეტანილი საქართველოს განათლების სამინისტროში ავტორიზაციის თუ აღიარების შესახებ განაცხადი, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენი სკოლის ავტორიზაციის და ეს იქნება მთავარი ჩემი აზრით ბარიერის მოხსნა იმ მშობლებისთვის, რომლებიც თქვა შვილები არ მოიყვანეს არა იმიტომ, რომ რა ვიცი, არ მოწონდათ ამ ტიპის განათლება, არამედ იმიტომ, რომ მიაჩნდათ, რომ აი სახელმწიფო რაღაცას უნდა აღიარებდეს. ну რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიის საზოგადოებისთვის მესმის მშობლების ასეთი დამოკიდებულება და ну ვერაფერს ვერ ანუ მარტივად რო ვთქვათ, ლაპარაკია ატესტატზე. რა თქმა უნდა, არა ატესტატი ის უფლებები, რომელიც ამ ატესტატს უკავშირდება და პლუს სკოლისთვის მათ შორის ფინანსური მდგომარეობა რო ვთქვათ. ხო, საგადასახადო თვალსაზრისით განსხვავებულ რეჟიმში არის ჩვენი სკოლა და ყველა დანარჩენი სკოლა. შესაბამისად, ამ პრობლემების ასე ვთქვათ მოგვარება, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სკოლის წარმატებისთვის. ერთი შეკითხვა მაქვს. ამერიკელი მეგობარი მეუღლე ყავს ქართველი და წავიდა აქედან საცხოვრებლად გურიაში ცხოვრობს. თვითონ აქ დაბადებული გაზრდილი ამერიკელია. 5 შვილი ყავს. ეხა იყო ჩამოსული და ამ სკოლაზე ვისაუბრეთ, ბავშვები სად დაკავს, მეთქი ჰოუმსკულინგიო, სოფელ შემოქმედში ცხოვრობს. და მოეწონა რაც უთხარი, მე გაუგზავნე ეს რაღაცა ჩვენი YouTube ლინკები, რაც შეიძლებოდა და 3-4 დღის მერე მწერს, რომ აუ დიდი მადლობა, რომ ესენი გამომიგზავნეო. მაგრამ ცხოვრობს გურიაში და აქტონის მოდელს აქვს რამე ესეთი სერვისი, აზრი აქვს საერთოდ ონლაინ რაღაცა ან საზაფხულო სკოლა ან აზრი ექნება თუ თვითონ გადაწყვეტს მით უმეტეს თუ განათლებული და ისეთი ოჯახია რომ ჰოუმსკულინგი გააბედა თავისი შვილებისთვის აი მაგალითად სამეგრელოში იაგოს იმას რა ქვია მარტვილის რაიონში ამერიკელების ოჯახია იყო ჩამოსული მრავალშვილიანი რომლებმაც იქ რაღაცა დიდი ნაკვეთი იყიდეს ბავშვებს სახში აძლევდნენ განათლებას და პლუს მე მგონი მთელი სოფლის ბავშვებსაც იმაშვებოდნენ შვილებთან ერთად რაღაც იმას უკეთებდნენ რა საგანმანათლებლო სერვისი ვითქონათ მოკლედ და თუ ჩვენ ეს მივიღეთ ზოგადად ჩემი იდეა მდგომარეობდა იმაში რომ ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი განათლების მოდელი განსაკუთრებით სოფლებისთვის ჩემი აზრით არის ასეთი სკოლების მოდელი სადაც მაგალითად ერთ ადამიანს და რაღაც პატარა ოჯახსაც კი შეუძლია რომ ექტონის მოდელის განათლება ბევრად უფრო იაფად მიცეს შვილებს სოფელში ვიდრე თქვა თუნდაც საჯარო განათლების დაფინანსება
ხო და რავი, მაგალითად თუ ისინი გადაწყვეტენ რომ თავის 5 ბავშვთან ერთად სხვა იმებსაც შეთავაზონ მსგავსი ტიპის განათლება და ამით დაინტერესდებიან, ეს შეიძლება იყოს, რავი, მათთვის მშვენიერი საქმიანობა გურიაში. მშვენიერი. სამომავლოდ თვითონ სკოლის მაგ მარტო ამ შემთხვევაზე ხო არაა საუბარი. შეიძლება ბათუმელს ქართველებს უნდათ ვიღაცას რა. ზოგადად აი მაგალითად თუნდაც გიდები, ანუ მეგზურები, რომლებიც ასეთ სკოლებს აყავთ, პოტენციურად არიან მომავალი სკოლების დამფუძნებლები. ანუ გიდის მოტივატორი უნდა იყოს არა ის, რომ მხოლოდ რაღაც გიდად დარჩეს. ანუ გიდის, ანუ მეგზურის როლი არის, რომ ის გაქრეს. ანუ ამ კონკრეტული ჯგუფის აღარ გახდეს საჭირო. ანუ სინამდვილეში რაღაცა საკუთარი საქმის რაღაცა დაპატარავების პროფესიაა და შესაბამისად ესო დაკომპენსირდეს, უნდა გააკეთო ახალი სკოლა, რომელშიც ანალოგიურს გაუკეთებს სხვა ბავშვებს და გაუკეთებს სხვა მეგზურების მეშვეობით. ანუ ეს არის იდეა მათ შორის ამ ექტონის ავტორიზაციის კოლგის ქვეშ იქნება. იგი თვითონ ექტონის მაგალითად ჩვენი მწვრთნელი თუ მენტორი ვინც იყო ექტონიდან, იყო ყოფილი ექტონის მშობელი და პირველი მეგზური, ერთ-ერთი პირველი მეგზური, რომელიც შემდგომში გახდა სკოლის მფლობელი. და დღეს არის, თქვათ, ექტონის სკოლების რაღაც ახალი სკოლების ფაქტიურად ინსტრუქტორი, როგორ ანუ და ისა რა ქვია მრჩეველი, როგორ უნდა გახსნან სკოლები და ასე შემდეგ. კი, ეგ მოდელია აქ მე რო დავგუგლე ახლოში ექტონი ვინ არის და ერთ-ორს გავესაუბრე, მაშინ თქვენ რო იკვლევდით რაღაც ინფორმაციებს. ეგეთი იყო რა, სკოლის მეპატრონეს ვისაც ვესაუბრე, თავის შვილები დაყავდა თავის სკოლაში და მე ყავდა 30 ბავშვი რა, რაღაცა პატარა ნიუ-ჯერსის სოფელში რა. ეგ მოდელი იყო. ეგ მოდელია ზოგადად. კი. გაიგო ვიდეო? არა, გისმენ გიორგი, მე მესმის. შენი ვიდეო აქ აჯადილი ჩვენთან. ვი? ისა რა მინდოდა იცი, აი ბევრის მოლოდინი რო ქონდა და ცოტა ბავშვი, რეალურად ცოტა ბავშვი მოვიდა. რას ფიქრობ, მაგ აცდენა სად იყო? ეხლა ხო ხდება? ჩემი ვიდეო გამოჩნდა? აიცა? ვიდეო გათიშე და ჩართე აბა თავიდან შენი? თიო, აი, კი, კაი. თავიდან რას მეკითხებოდი გოდიში, თავიდან იკითხე. აი ბოლოდინი გქონდა რომ გაცილებით მეტი ბავშვით დავიწყებდითო და შედარებით ნაკლები მოვიდა რეალურად და მაგ აცდენა რაში იყო, ანუ რა გეშლებოდა, რომ ისე ფიქრობდი და ესე მოხდა, ეხლა ხო ხდები უკვე, რატომ მოხდა ესე? მოხდა სავარაუდოდ, იმიტომ რომ შეიძლება ზოგადად სკოლამ როგორც ასეთმა დააინტერესა მშობლები, მაგრამ როგორც კი ანუ სავარაუდოდ როცა უკვე დადასტურებულად გაიგეს, რომ ამ სკოლას თავიდან როცა ჩვენ დავიწყეთ არ ექნებოდა ავტორიზაცია, ამან ძალიან სერიოზულად დააფრთხო უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენ სკოლაში დარეგისტრირდნენ როგორც მსურველები რა, რომ ბავშვი მოეყვანათ. ანუ ეს საუბრიდანაც ჩანდა რა, ანუ საუბრიდანაც როცა ესაუბრებოდი, გრძნობდი, რომ ალბათ ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ეს იყო. და ჩვენ ანუ როგორ გითხრა, ის ხალხი რო ყოფილიყო მაგას ხო გამოსავალიც აქვს, შენ ხო ამბობდი რომ ექსტერნად ჩააბარებ და მოგცემენ იმ. რა თქმა უნდა, მაგრამ ამის წვალება არავის არ უნდა. ეს ხო როგორი ამბავია, რომ ეს ხო ემოციური ამბავიც არის, მაგალითად აი მაგალითად მშობლებს ძალიან ჩვეულებრივად აქვთ საზოგადოებრივი ზეწოლა, მოდი ასე ვთქვათ რა, რაღაც მეზობელი გეკითხება, სად დადის შენი შვილი, ან რაღაც დაქალი გეკითხება, ან ვიღაც გეკითხება, რომ რაღაც აი როგორ სკოლაში დადის შენ, რატომ მოგწონს, ან რატომ მიიყვანე იქ ამ სკოლაში და რაღაცა რევოლუციონერობა არავის არ უნდა რა, ანუ სკოლა არ შეიძლება იყოს რაღაცა რევოლუციონერობის ადგილი, ხო, რეალურად, ანუ ეს ხო პოლიტიკური პროტესტის ამბავი არ არის, ეს არის რაღაც მართლა რას თვლი მნიშვნელოვნად რაღაცა ღირებულად შენი შვილისთვის და ასეთი ადამიანები როგორც გითხარი, ორი ტიპის აღმოჩნდნენ, ან ძალიან გაცნობიერებულები ვინც იყვნენ, აი სისტემის პრობლემა ვისაც ესმოდათ ერთის მხრივ, ვისაც თქვა დიდი ხანი
ხანია ქონდა ჩვენთან ურთიერთობა და თქვათ იმის გამო რომ ჩვენ ადამიანურად გვენდობოდა და იცოდა ისი გაკეთება გვინდოდა ამ ადამიანებისთვის ეს იყო ძალიან ბუნებრივი და იმ მე და მეორე კატეგორიის მშობლები რომლის შვილების დადიოდნენ და ტრადიციული სკოლის გამოცდილება ქონდათ ნეგატიური გამოცდილება ქონდათ და იცოდნენ რომ აი იმ კონკრეტულ გარემოში მათ არ უნდათ აი ასეთი მშობლების კომბინაცია დღეს ჩვენი სკოლის ასე თქვათ კლიენტურა ხო და ისეთი ჩვეულებრივი მშობლები რომლებიც მაგალითად არ ვიცი უბრალოდ რაღაცა თავის უკეთეს სკოლაში მივიყვან ხო უკეთეს და სკოლას ამის შესაძლებლობა აქვს ხო ანუ ესეთი მშობლები როგორც აღმოჩნდა ასეთ არატრადიციულ მოდელს თავიდან არ განიხილავდნენ ეხლა ჩვენ რო თუ მივიღეთ ავტორიზაცია ამ თვეში რასაც ველოდებით მაშინ მე მგონია რომ სრულად განსხვავებული სურათი შეიძლება დადგეს ეს როგორც კიდევ ერთი ცოდნა რომელიც ჩვენ პოლიტიკის კეთების დროს მივიღეთ ანუ როგორც აღმოჩნდა მე მეგონა რომ ეგ არ იქნებოდა დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა რეალურად დიდი დაბრკოლება ну ფაქტია რომ სულ ვიზდებით ანუ აქ რო იყოს რამე ესეთი აი ვიზდებით ფაქტია რაც ბავშვები მივიღეთ ორი იმდენი ვართ დღეს მაგრამ იმდენად ცოტა ბავშვები მივიღეთ თავიდან რომ ორი იმდენობაც ცოტაა როგორც ინვესტორებს ესეც გვიხარია ერთ 7 თვეში გაორმაგება კაია ერთი ესეთი პარემ ამასაც კითხავ ერთი ესეთი იდეა მაქვს რომ ეხლა ზაფხული მოდის და ორ თვეში ხო და ბევრი ემიგრანტის ბავშვები ჩამოდის მაგ საქართველოში ამერიკიდან ევროპიდან და რაღაც ისეთი იმის გაკეთება ხო არ შეიძლება რომ ამ ბავშვებს თქვენთან რაღაცა ანუ ის შევთავაზოთ თუ თანამშრომლობა ამ სკოლასთან რაღაც ზაფხულის კურსივით ჩვენ ძალიან გვიყვარს სტუმრები და ზოგადად ახალი ხალხი ამიტომ ისეთ გვაქვს ორგანიზებული რომ ნებისმიერი ბავშვი მნიშვნელობა არ აქვს მოდის გამოსაცდელი პერიოდი ორთვიანი პერიოდით ანუ ორი თვის განმავლობაში თუ არ მოეწონა ან ჩვენ დავინახეთ რომ რაღაც არ გამოგდის თანამშრომლობა უნდა შეგვეძლოს რომ დავიშალოთ რა ამიტომ რაღაც ძალიან ბევრი ვინც ესე მოდის ხოლმე და რაღაცა თავაზობთ რომ აი ნებისმიერი რაოდენობით თუნდაც ერთი კვირითაც კი შეგვითავაზებია რომ ჩვენ დარჩეს შეხედოს სიტუაციას გარემოს და მე თქვა გავაგრძელოთ საუბარი თუმცა ეხლა რო შევთავაზოთ აი რამე სპეციფიური პროექტი ჩვენ გავაგრძელებთ ზაფხულშიც მუშაობას ჩვენ რაღაც ისეთი არდადეგები არ აქვს ტრადიციული სკოლების მსგავსად თითქმის ყოველთვის მუშაობთ მარტო საახალწლო და სააღდგომო არდადეგები გვაქვს სკოლაში დანარჩენი მუშაობთ და თან ზაფხული ისეთი პერიოდია რა ვიღაც დასასვენებლად წავა ვიღაც შეიძლება მოვიდეს და აქედან გამომდინარე თუ სტუმრებიც კი გვეყოლება ძალიან საინტერესო იქნება ახალ ადამიანებთან თქვა რაც ვისწავლეთ იმის გაზიარება მაგრამ რამე სპეციფიური პროდუქტი რომელიც ჯერ არ მიფიქრია რომ არ მოგატყვა არ ისა მაქვს რა ქვია რამე წარმოდგენა რომ რა შეიძლება იყოს კონკრეტულად ემიგრანტების შვილებისთვის საქართველოში და სკოლაში საინტერესო ჯერ ამქამდე არ მისულა რომ მეფიქრას ну შეიძლება რამე საინტერესოც კი იყოს მაგ იდეაში უცხოელი ბავშვების თქვა იქაური გამოცდილების გაზიარება თუ შესაძლებელი იქნება თუ განსაკუთრებით თუ ისინი არასტანდარტულ განათლებას იღებენ უცხოეთში თუმცა ეს იშვიათია ძირითადად საჯარო ან ჩვეულებრივ კერძო სკოლებში დადიან ხოლმე ძალიან ბევრი ემიგრანტები არიან აქ, ვისაც შვილები იქ ცხოვრობენ. მათ შორის ბევრი ჩვენი მაყურებლები. და ამ გადაცემით მოდი მივმართოთ აქაურ ემიგრანტებს, ვისაც იქ შვილები ყავთ, რომ ეს ბევრად უფრო გასაგები კონტინგენტი უნდა იყოს ჩვენთვის, იმიტომ რომ მათ ესმით ანუ არასტანდარტული განათლების რაღაცა შესახებ ინფორმაცია ემიგრანტებს ბევრად უფრო მეტი აქვს ვიდრე საქართველოში მშობლებს. მათ იციან თქვათ ამერიკაში როგორი მრავალფეროვანია საგანმანათლებლო სისტემა. შეუძლიათ წარმოიდგინონ თქვათ რა ტიპის რა შეიძლება იყოს ექტონის აკადემია, იმიტომ რომ რა ვიცი ამერიკელებისთვის ჩემს ძალიან ბუნებრივი სისტემაა, იმიტომ რომ ჰოუმსკულინგთან ყველაზე ახლოს მდგომია. და ამ ადამიანებმა შეიძლება უფრო თამამად მიიღონ გადაწყვეტილება, რომ განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში სულ მცირე მათმა შვილებმა გამოსცადონ განსხვავებულ რეჟიმით სწავლა და ცხოვრება.
მე მახსოვს ერთხელ შენ თქვი, რომ ყველაზე ანუ ქრისტიანული სკოლა გამოდისო, ან ყველაზე ახლოს არის ქრისტიანობასთან და ეგ ცოტა რომ ვთქვათ, ცოტა მაგის შესახებ და ამით დავამთავროთ. ბატონო, დიდი მადლობა. აგერ წერან მახსენა, რომ ამ სკოლაში არ უნდა იყოსო ტყუილის საჭიროებაო რა და პირველი მაის მაქედან მოდის, რომ რაღაც ჭეშმარიტების ძიება არის ყველაზე ჩემი აზრით ქრისტიანული საქმე. მეორე ის, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ ერთმანეთს და როგორ იქცევა არის ქრისტიანული, მაგრამ როგორც არ მოიქცეს სხვას ისე როგორც არ გინდა შენ მოგექცენ, რომ ეს რო ავიღოთ პრინციპად და რო წარმოვიდგინოთ, რომ ფაქტობრივად ჩვენ ყველანი რაღაცნაირად ვემზადებით იმ როლის შესასრულებლად, რომელიც გვინდა რომ რაღაც დასრულების პერიოდში ვიტვირთოთ და შეგვეძლოს სწორის და არასწორის გარჩევა. ხო და ამისთვის რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ და თუ ამას ხარისხიანად გააკეთებ, მნიშვნელობა არ აქვს შენ დადიხარ არც სემინარიაში თუ რაღაც ჩემი წარმოდგენით ყველა ქრისტიანულ პრინციპს, რომელიც ქრისტიანობაში არის, ну, რაღაცნაირად ჩაშენებული, ამ სკოლის პრინციპები იზიარებს. დაწყებული პასუხისმგებლობის აღებით, სიმართლის პატივისცემით, ტყუილის რა ქვია, ამორალურ საქციელად ჩათვლის და ასე შემდეგ. ანუ იდეაში რო შეხედოთ, საერო სტილის ქრისტიანული განათლება, მოდი მე ესე ვიტყოდი, ეს შეიძლება დამეხასიათებინა. რა თქმა უნდა, ჩვენ იქ რაღაც მამაოჩვენოს არ ვიწყებთ იმას, რა ქვია, დღეს, მაგრამ ის პრინციპები, რომლებსაც საგანმანათლებლო პროცესი იყენებს, ფაქტობრივად არის, ჩემი აზრით, ღრმად ქრისტიანული. მე არ ვიცი სადამდე მივალთ მომავალში, შეიძლება როდესაც ჩვენი მოსწავლეები გაიზრდებიან, ისეთ თემები გახდება საინტერესო, რომლებსაც მეტი ცოდნაც, მეტი განათლება და ასე შემდეგ ჭირდება. მე ვფიქრობ, რომ თქვათ რელიგიების ისტორია იქნება თუ თეოლოგიის საწყისები და ასე შემდეგ, შეიძლება ჩვენმა მოსწავლეებმა სიამოვნებით და ინტერესით შეისწავლონ. ის რომ თქვათ საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა რომ კრიტიკულად მოაზროვნე ზრდასრულები აღვსარდოთ, რომლებიც მე რეალურ ცხოვრებაში რო გავლენ დამოუკიდებლად შეძლებენ როგორც საკუთარი განათლების მიხედვას, ისე ცვალებად გარემოებებთან სწრაფ ადაპტაციას, ეს და მათ შორის ამას გააკეთებენ მეგობრობის და ერთმანეთთან ნასწავლი თანამშრომლობის სტრატეგიის ხარჯზე, რასაც სკოლაში ჩვენ ვცდილობთ რომ მათ ვასწავლოთ, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ასეთი არის, როგორ გიხარ, მართლა თემი უნდა, ეს თემი, რომელიც სკოლაში შეიქმნება, როდესაც ისინი რეალურ ცხოვრებაში გავლენ, იქაც უნდა გააგრძელონ. და ესეც რაღაცნაირად დამახასიათებელი მგონია ზუსტად ასეთი ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების, იმიტომ რომ ამათ ეცოდინებათ მათ მეგობრებს რა ღირებულებები აქვთ, ასევე ეცოდინებათ რა ღირებულებები აქვთ იმ ხალხს, რომელიც განსაკუთრებულად სხვა აზრზეა. მე ვფიქრობ, რომ ჯერ უბრალოდ ადრეა 7 თვეში მე იმაზე ვილაპარაკო, რომ ამ თვალსაზრისით მეთქი რამე შედეგი გვაქვს, რომ და რაღაც ის მყარი შედეგი გვაქვს, მაგრამ მგონია, რომ ამ გზით საბოლოო ჯამში მაგ მიზნამდე მივდივართ. ანუ მიზანი ეგ არის, რომ ჩვენს მიერ აღზრდილი ადამიანები იყვნენ ქრისტიანული ღირებულებების მატარებლები. ანუ დააფასონ სიმართლე, მორალი, უყვარდეთ მოყვასი და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ცხოვრებაზე. და არა მარტო საკუთარ ცხოვრებაზე. იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვისაც უყვართ. და აი ჩემი წარმოდგენით ზუსტად აი ეს ტრიადა არის ქრისტიანობისთვის ყველაზე დამახასიათებელი ღირებულებების ტრიადა, რომ მე მაგალითად ბედნიერი ვიქნები, როგორც აღმზრდელი თუ შევძლებ და ჩემს და სხვის შვილებში ამ ღირებულებებს რაც შეიძლება ღრმად ჩავაშენებ. პრინციპში საიდან ყალიბდება ადამიანის მორალი, ანუ რა მორალის ადამიანს ვიღებს საბოლოოდ, ეგ ხო იქედან მოდის რა პრინციპების საფუძველზე მიდის მისი აღსტა. რა თქმა უნდა, არი ქურდო, სხვა ადამიანზე არიძალადო, მაგალითად იმას რა ქვია, ცილი არ დასწამო, გიყვარდეს მოყვასი შენი და ანუ აი ფაქტობრივად ის
პრინციპები, რომლებიც არის, თქვათ, ათწნებაში თუ ქრისტიანობაში ჩადებული, ყოველდღიური უნდა იყოს და მათ შორის აი მე როცა საუბრობდი, რომ ყოველ დღეში რამდენჯერმე ისინი არჩევენ მეთქი საჭირბოროტო საკითხებს, სხვადასხვა საკითხებს არჩევენ. ხო, რაღაც პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ და ეს თავისუფალი არჩევანი იქნება, ცუდი საქციელის დაგმობა იქნება, მეგობრებში ხარში ამოდგომა და დახმარება იქნება თუ რაღაცა. მე საბოლოოდ გონია, რომ იმით კი არის სწავლება დილით, ანუ რამდენჯერ ლოცვას იტყვი, არამედ რამდენჯერ დააკორექტირებ არასწორ ქცევას საკუთარს და სხვისას. არა იმისთვის, რომ ვიღაცაზე უპირატესად იგრძნო თავი, არამედ იმიტომ, რომ საერთო ცხოვრება უფრო მდიდარი და უფრო რაღაცნაირად მშვიდობიანი და სასიამოვნო გახდეს. და თუ თავიდანვე, ბავშვობიდანვე ამ მიზანს ემსახურები, მგონია, რომ დიდობაში უფრო რაღაცნაირად ამის დაფასებას შეძლებ რა, ანუ ამ სტანდარტით ცხოვრების დაფასებას შეძლებ. რავი, ეს მგონია მე ქრისტიანული აღზრდა დღევანდელ თანამედროვე პირობებში ხარ. იმას რა ქვია, ლოცვებს ვერ ვასწავლით, ცხადია და არც ვაპირებთ, რომ მგონია, რომ ეს იმის საწინააღმდეგოც კია, სანამ აქამდე არ მივა საქმე, ანუ იმდენად შეკრული თემი უნდა იყოს, ესეთი სკოლა შეიძლება გააკეთოს რომელიღაც ეკლესიის მრევლმა მაგალითად, იგივე პრინციპებით და რა ვიცი, მაშინ იმათმა შეიძლება ლოცვაც ჩართონ. მაგაში პრობლემას მე ვერ ვხედავ. მაგრამ აი იმ კონტინგენტის გათვალისწინებით, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ჩემი აზრით, ამის საჭიროება, რომ რაღაცაით აი კაფიოდ რელიგიური სკოლა იყო, არ დგას და არც არის საჭირო. და თუ ესეთი კონკრეტულ თემში ასეთი საჭიროება დადგება, იგივე საგანმანათლებლო მოდელი თავისუფლად შეუძლიათ ისარგებლონ და მათ შორის რიტუალური ნაწილი შეიტანონ. მე ვერც კი ვხვდები, რატომ მაგალითად ეკლესია არ აკეთებს ზუსტად ამ ტიპის სკოლებს, ანუ მე იმას გულისხმობ, რომ აი თლიანად თვითონ როგორც წარმოუდგენია. მან ხო შინაარსია მთავარი და არა ფორმა. ლოცვა შეიტანო, ლიტურგია შეიტანო, ეს შეიძლება იყოს ფორმა. რა თქმა უნდა, ეგ ფორმაა. ეგ ფორმა. შინაარსი, თავარი შინაარსია. კი ბატონო. მორჩეთ, კიდე იაგოს შეკითხვა მაქვს, რამეს ხوار დაამატეს, რომე ხوار გამოგჭა ისეთი? არა, ბევრი მეგონი რა გამოგჭა. მეგონი არაფერი ისეთი არ გამომრჩა, იმიტომ რომ აი გინდა, ხო. ეხა მაგალითად მე ვცდილობ, რომ რაღაც უფრო მეც მივიღო აი უშუალო მონაწილეობა, იმდენად მაინტერესებს და იმდენად საინტერესო გახდა ჩემთვის, რომ მეც კი მინდა რომ საკუთარი თავი მეგზურის როლში გამოვცადო და ალბათ აი ამ აღდგომების შემდეგ და მეგზურის როლსაც მოვირგებ, რაც ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა იქნება და აი ძალიან ინტერესით ველოდები, რომ აი დამთავრდეს ეს აღდგომის დღეები და მოვხვდე ბავშვებთან, მოსწავლეებთან და ცადო ეს ამ პროცესში უშუალო მონაწილეობის მიღება. და ძალიან კაია, რომ იმ საქმეში ხარ, რისი კეთებას გსიამოვნებს. ეგაც ხო ბედნიერება ეგ არის რეალურად. ხო, არა, მე მგონია, რომ ზუსტად მე რო ეგრე არ მგონებოდა, რომ პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაც გაკეთება აქ შემეძლო, ალბათ ჩაულებრივად გავაგრძელებდი, როგორც ვიყავი გირჩში საქმიანობას, მაგრამ რატოღაც მგონია, რომ ეს უფრო როგორ გითხრა, მნიშვნელოვანი, სადაც მე მაქვს უფრო მეტი შანსი, რომ წარმატებას მივაღწიო. მე ესე მგონია რატოღაც ყოველში ასე ვუყურებ ამას, იმიტომ რომ ეს მაინტერესებს, ეს ბევრად მეტად მაინტერესებს. ანუ ბავშვების ტრანსფორმაციის დაკვირვება და მასზე რაღაცნაირი ზეგავლენის მოხდენა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო. მე მასე მკვეთრხას ვერ გავავლებდი. მე მგონია პოლიტიკის კეთება, ოღონდ ესე. ხო, პოლიტიკის კეთება რაღაცა გაგებით, მაგრამ იცი რა არის, არა პოლიტიზება, არამედ ესეთი უცნაური ფორმით პოლიტიკის კეთება კი. მადლობა, გილოცავ კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ, რომ ამ აღდგომის დღეს ჩემს მოიცალეთ და ასეთი ინტერვიუ ჩამომართვით. ამაზე საუბარს სად მოვისმენდით. ძალიან დიდი მადლობა ხალხო მხარდაჭერისთვის, როგორც რა ვიცი, როგორც ინვესტორებს, როგორც თანამოაზრეებს, რომ როგორც რა ვიცი, გიორგი მე მგონი რაღაც ნაწილობრივ მშობლის როლშიც კი ხარ და
ეს არის რა ქვია. ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის აი ამ პროექტში, რაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ალბათ ჩემ ცხოვრებაში ალბათ ყველაზე სასურველი თუ საინტერესო ინიციატივა იყო და მომეცდა ამის გაკეთების შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა და წარმატებები. კარგად. კარგად. ცა